მეგობრებო, მოგესალმებით. მე გახლავართ ნინია, ვინც მიცნობთ ძალიან კარგი, ვინც არა და სტუმრებო გამოიწერეთ არხი. შემოგვიერთდით, ყოველდღე ვიზრდებით, ყველა გამომწერს მივესალმები, ძველს, ახლებს, მომავალ გამომწერებს. მადლობა უფალს, რომ მიგზავნის ძალიან ზრდილობიან, კორექტულ და კეთილსინდისიერ გამომწერებს. ვინც არ არიან ჩემი გამომწერები და უნდათ რომ ჩემი რიტუალებით გაიწმინდონ და ასე შემდეგ თავიანთი კარმა გაისუფთავონ, უკაცრავად სხვაგან მოხვდით, პირიქით, ჩემი ძალები ისე მაქვს დაპროგრამებული, ჩემი რიტუალები, თითოეული ჩემი გაშლა და ბუმერანგის გაშლები, რომ უკან მოგიბრუნდებათ მთელს საგვარეულოს. დაიმახსოვრეთ და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა კიდე, უცებ გეტყვით, რომ ჩემთან სპეციალურად ვინც ესე იგი თუნდაც კამერის გარეშე აკეთებთ ჩართვებს ან კამერით, თქვენ არ გეგონოთ რომ მე არ ვიცი რომ შენ ხარ ჩემი მტერი და ჩემი რიტუალებით ვერ გაიწმინდები, ასე რომ თქვენთვის თუნდაც მე რო გბლოკავენ თქვენ ჩემი დამხმარეები YouTube-დან და თქვენ მერე სხვა ლინკით ისევ დაემატებით ხოლმე ჩემს არხს, უკვე მოგდით ბუმერანგი, მიხვდით ხო? უკვე მოგდით ბუმერანგი და ეს გაითვალისწინეთ, შავწიგნიანებო, დილეტანტებო, ასე და ასე შემდეგ, ვერხოვნა ჟრიცებო და ქურუმი და თუ ქურუში ქალს რო არქმევთ თქვენს თავებს, მე არავის არ გებძვით და თქვენც ძალიან გთხოვთ კორექტულები იყავით, ყველა მიხედეთ თქვენს ძალებს. ჩემი რიტუალები, მე მაქვს აქ არხი მხოლოდ თეთრი მაგიის და არ გაიწმინდებით, დაბლოკილია თქვენზე. ეხლა რატო შემოვედი ესეთი სიტყვით. ჩემო გამომწერებო, უსაყვარლესებო, მეც ძალიან მიყვარხართ და მართლა ძალიან ბევრს ხალხს წმინდავ პირადად და ეხლა დღეს მე მაქვს ხოლმე პერიოდი, რომ ყოველთვის ტაროებს ვასუფთავებ, წმინდავ, ეს ყველა ტაროლოგმა იცის, თუ არ იცით, გაითვალისწინეთ, კეთილსინდისიერო ტაროლოგებო, ვინც მე არ მებრძვით. ყველა მიხედეთ თქვენს ძალებს, ყველა მიხედეთ თქვენს კარმას და მით უმეტეს კრადნიკები და წინაპრულ არხებს რო იპარავთ სხვისას ხო თან ой, უკვე ხო ნახეთ რა დაგემართათ, არა გამგები გაიგებს. მე ხელის განძრევა არ მჭირდება, თვითონ უფალი და სამყარო გიბრუნებთ უკან და ჩემი წინაპრები, რა თქმა უნდა. და რისი თქმა მინდა, ჩემო საყვარლებო, მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო, ჩემთვის ვინც 70 წლამდე ბრძანდებით ან მეტი ან ნაკლები, 50-ზე ვით, ყველა გოგონები და ბიჭები ხართ მაინც ჩემთვის. მე ფიზიკურად არ ვაფასებ ადამიანს, მე სულიერად მუშაობ. გადმოვარდა უჯრა, სადაც მე მაქვს ესეთი ჩემი რაღაც მაგიური საყვარლობები და ტაროები, საქმისთვის გასასუფთავებლად ასე შემდეგ, თან ვიძახი, თან დღეს კვირაა. გადმოვარდა მეგობრებო მთლიანად და ой საოცრება, მე აი ეს ტარო ადრე გამოვიყენე, ეს არის ნეკრომანული, ეს არის მოკლედ ყველაფერი განსხვავებული, რაზეც მუშაობენ ჩემზე, თქვენზე ხოლმე და ნებისმიერ სუფთა ადამიანზე გამოვარდა კიდე ბევრი ტაროები მოკლედ და ეს რისი ნიშანია იცით, რომ ბუმერანგის დრო მოვიდა, თქვენ ჩემო გამომწერებო უკვე იცით, რომ მე აი ჩემი თითოეული გაშლა არის პატარა რიტუალი და 1000% სრულდება დღეს ხვალ თუ არა ახლო მომავალში ყოველთვის. და ბუმერანგებს რო ვუშვებ, ნუ ეს ხო კატასტროფაა მტრებისთვის
პირდაპირ ჯდება. არანაირი სხვებთან მერე რო იწმინდებიან ან ჩემარხზე ცდილობენ რომ გაიწმინდოთ, თქვენ რა გქონიათ, მე ვგრძნობ და ეგრევე იბლოკებით და მე გბლოკავთ რა თქმა უნდა, ხო? აქ ანთებულია ერთი სანთელი, ეს რომლებიც უკვე მუშაობენ, ეს ზემოთ დევს. აგერ არის იტირა უკვე ნახეთ იტირა უკვე. უკან არის მთელი დაცვები, არ შეგეშინდეთ და სურპრიზს მერე გაჩვენებთ. ამ ბუმერანგს რო გავაკეთებ მე მტრებზე, დიდი ხანია აცეკვდნენ, ძალიან აცეკვდნენ, გაიგეთ და მე ახლა გავაჩერებ მათ ცეკვას. და ეხლა ნახოთ როგორ იცეკვებენ. ხო, აქ მე რამოდენიმე ტარო ავიღე, იმიტომ რომ თემა შეეხება, მეგობრებო, კონკრეტულად ჯერ არ ვიცი რას დავარქვევ, იმიტომ რომ მართლა არ ვაპირებდი დღეს, კვირადღეა მე ვისვენებ. კვირა დღეს მე არც რიტუალებს არ ვატარებ. მიხვდით ხო, ძალიან იშვიათად თუ სამყარო მითხრა, რომ წმენდა, წმინდანის და ასე შემდეგ. მოკლედ დავიწყოთ ახლა რა კარმას შეეხება, რა არიციან მტრებმა და რა მოუვათ თავიანთი ჩადენილი სიბინძურის გამო, თავიანთი ყოყოლოჩინობის გამო, რო გონიათ დიდი მასტერები და ვაიმე მე შავ მაგიას ვემსახურები, მე შმაგ სატანას ვემსახურები და ასე შემდეგ, ხო? და მერე რო ჩაარტყავენ ხოლმე თავში ჩაუკაკუნებენ ის დემონები, სუშნასწები, ბესებს რო ვიძახი, დიავალი და ასე შემდეგ, ხო? რაზეც მუშაობენ ნეკროპრივიასკებზე, მკვდრები და ასე შემდეგ, ხა ახსნას არა აქ, ღრმად არ აგიხსნით, გამგები გაიგებს. ის ძალები მერე ადამიანი რო უკან უბრუნებს, რა თქმა უნდა, არ მოქმედებს, ვიზეც არ ჯდება, ხო? რა თქმა უნდა, უკან მიუბრუნდება. და ნახოთ აბა რა დღეში არიან, ვინ არიან და რა მიუბრუნდებათ. ასევე გადმოხდა უსაყვარლესი წინაპრების რადავოიარხის ტარო, ახსნითურთ, რუსულად წერია, მაგრამ გადაგითარგმნით, რითი დაისჯებიან მტრები. თავიანთი კარმული შეცდომებით ეს ხმა შეგიძლიათ ააჩქაროთ და ეს აუცილებელი იყო რომ გამოსულიყავი სიტყვით. დავიწყოთ გოგოებო, ბიჭებო. როგორ იცით, იქნება ერთი ვარიანტი, მაგრამ გრძელი 1 2 3 4 5 6 ტარო. თუ კიდე მომთხოვს ძალები, აუცილებლად შემოვუშვებ ყველაფერს. აქ თქვენ ხართ მე და თქვენს დაცვებში და დამეწყო უკვე უკაცრად. მახჩობენ, არც გამიკვირდა მე ვიფიქრე რატო არ დამეწყო აქამდე, რომ არ გელაპარაკოთ. ეხლა მე შემოვალ ასეთი თემით. ამით დავიწყებ, ამ საყვარლობით დავიწყებ. ოპა. რა თქმა უნდა, ავადმყოფობაზე, თქვენ სილამაზეზე, ჩემზე და თქვენზე იქნება. ეს არის ხელოვნებაზე, ასევე წინსვლაზე, რომ მეორე, ესე იგი, მდინარეში რომ მეორედ არ შეცურო, რომ დააშავებ, მიხვდით ხო? და თქვენ ისე გაპროგრამებენ და რომ მაინც იგივე ნაბიჯებს აკეთებთ, ხო? ეს რა არის, ხო? თქვენი ბარაკა დოვლათი, თქვენი ესე იგი ენთუზიაზმი, გამახსენდა ქართულად, თქვენი ენთუზიაზმი, ხო? ყველაფერი ეს არის კრატნიკებით დადებული და გადასდიოდა მტერს, მიხვდით ხო? კი, უყურეთ. და ეხლა თავში ჩავცხებთ ტუზი კვერთხებით. იპარავენ პოტენციალს, იპარავენ მამაკაცურ პოტენციალზე, აქ არის პრივაროტები გაკეთებული და ასე შემდეგ. მოდით რახან ესე ინება უფალმა, მე აი ამ ორ საოცრებას დავდებ ესე, დავდება ესე. თან დაგანახებთ, თან აგიხსნით, რატომღაც 1 წუთი ტარო არის არეული, 1 წუთით ეტყობა რომ გადმოვარ და ძალიან შეწუხდნენ. ესე იგი, იცით რა არის, მტრები უკვე აირივნენ, მიხვდით ხო? უყურეთ, ტყუილა არ გადმოვარდებოდა უჯრა, მეგობრებო, მე აქ არ ვთამაშობ, ესე უკვე დავიწყე ბუმერანგი, უკვე მიდის ბუმერანგი.
აქ მაღალი ძალები მეც დამეხმარებიან თქვენც აი მაგიას აკეთებდნენ ამობრუნებული მაგია ამას დავტოვებ ესე მეუნებიან ამასაც დავტოვებ ამასაც რაც ამოუბრუნდათ კიდე და ვინც არის ნუ ეშმაკზე რა თქმა უნდა ესეც ამობრუნებული აი ესე ინება უყურეთ რა ხდება ძალები მე არასდროს არ ვიცი როდის და როდის არა რო დავიწყებ მუშაობას როგორ წარიმართება ესე იგი სამყარო როგორც ინებებს ხო ხდებით როგორ წარიმართება აჰა კიდე ამობრუნებული ესე იგი რასაც გავასწორებ ეგ იყო სულ ამობრუნებული მიხვდით ხო მეგობრებო უყურეთ ეხლა დავიწყოთ მოდით დავიწყოთ აბა ვნახოთ რაებია ხო ეხლა უყურეთ რა ხდება რას არ ელოდნენ და რა მოხდება მტრებისთვის მეგობრებო ნუ მოხდება საშინელება მოხდება ამოყირავება თავიანთ ქვაბში თვითონვე მოიხარშებიან ვიღაცა ბრძენი ეგონა თავი ვიღაცას ან ბრძენს მიმართეს უკვე რომ მოეჭირათ კაუჭები ქამრები შემოიჭირეს და მოუჭირეს ძალიან ხო რა თქმა უნდა ხო აღნიშნე აქ პრივაროტები არის თქვენს ძალებზე თქვენს წმინდა სისუფთავე ძალები თქვენი მდგრადობა ხო თქვენი აი ეს ჯანმრთელობა აი შეკრულობა ხო ანუ აი ეს მჭიდროდ რო ხარ ჯანმრთელად ხო რა თქმა უნდა ესე იგი ვიღაცას მიმართეს აქ ხო თქვი მე ტყუილა უფალი არ მალაპარაკებს წმენდებზე ესე იგი თვითონვე უყურეთ მე მაქვს რიტუალი ჯოჯოხეთის ცეცხლში დავწვათ მტრები აუცილებლად უყურეთ ამის მერე ეს არის მინიშნება და თვითონვე ესე იგი დაიჯებიან ესე იგი მაღალი არქანია ნახეთ როგორ დაიჯებიან თქვენი მტრები ვერაცდებიან კარმას ვერ გაექცევიან მიხვდით ხო და ზევიდანაც კიდე სამყარო უმატებს უყურეთ უმატებს სამყარო ნახეთ რას აწვეთებს რომ ესე იგი ცეცხლზე ნავთს უსხავს რა ასე ვთქვათ და არა მარტო თვითონ დაიჯებიან რა ძალებზეც მუშაობენ ისინი მოსთხოვენ თვითონ ძალებს წეღან დაწყებაში ხო თქვი და თავიანთი ოჯახის წევრებიც ნუ რა თქმა უნდა ეხა კალესნიცა და თქვენს და ჩვენს ესე იგი ბედნიერებას ახალგაზრდობას ამტანობას საერთოდ ცხოვრებას ხო რო იპარავდნენ და მიქონდათ ხო და ძალიან ჩქარა ხო ესე იგი ჩვენს ნამუშევარს რო ესე იგი სწრაფად და ძლიერად მუშაობდით ხო ნებისმიერი თქვენ გადაათამაშეთ თქვენს თავზე და ისე გაიგეთ ანუ როგორ არის იცით ეს ვარსკვლავები აღარ ექნებათ მათ ეს ვარსკვლავები პირიქით შავ გზაზე წაიყვანენ ხო ეხა ეტლს ბორბლები აქვს მაგრამ აქვს ორი მხარე ხო და რომელ მხარეს წავა უკვე შავ მხარეს წავლენ მიხვდით ხო რა ხდება ხალხნო აი უყურეთ ეხა რიგრიგობით კიდე უნდა დავდო ეს სტაროები ეს აქ ამოვიდა მეფე მამაკაცი ხმლების ან ჰაერის ნიშანია ან კიდე ესე იგი თეთრ ხალათში მუშაობს ან თეთრ ხალათიანებთან აქვს ესე იგი შეხება და ისე აკეთებდა სიტუაციას თქვენზე დარტყმებს ესე იგი ან შეიძლება იყოს კიდე მანქანებთან აქვს საქმე ადვოკატი შეიძლება იყოს ინფორმაციას იღებს მიხვდით ხო ჰაერიდან ან შეიძლება ნუ სად ახლა ეშმაკს ემსახურება უყურეთ აბა რა ვთქვი მე ეშმაკს ემსახურება და იცით რა არის კიდე ქალი ამოვიდა წყვილებში ამოვიდნენ ესე იგი ორივე ხმლები შეიძლება ცოლქმარია შეიძლება დაძმანი შეიძლება სექტას წარმომადგენლები არიან აქ არის კონკრეტულად სექტა დაჯდა მეგობრებო აქ ამოვიდა კიდე ერთი კვერთხების ქალი დედოფალი ხო
თქვი სექტა აქვთ მეთქი, რომელიც პირადად დაჯდა, ესე იგი ჯოჯოხეთის ცეცხლის ქვეშ, ესე იგი ეს ქალი პირადად, ესე იგი იყო მაკონტროლებელი, საქმის წამყვანი, მიხვდით ხო, ეს უკვე კვერთხები ეხასისხლით, ნათესავს ნიშნავს უფრო, ვიღაცის დედა, დეიდა, და და ასე შემდეგ, მიხვდით ხო? და ეს არის სექტა. ან იცით რა არის, ვიღაცა ასეც მეუნებიან, რომ ყოფილიც გათამაშდა, რომელმაც მოინდომა თქვენი დასჯა. მას ყავდა თქვენს მერე ცოლი, მეუღლე, მერე შეიძლება ეს ცოლიც ან ერთად გებძოდნენ, ან კიდე ცალ-ცალკე დაშორდნენ, იმიტომ რომ ეშმაკი ჩაჯდა მათ შორის და ეს ცოლი ამ კაცს, თქვენს ყოფილ კაცს, მეუღლეს ან მეგობარს, უფრო როგორიცი, აქეთ ერთად რო იყვნენ ამ ქალის დახმარებით, ეს შეიძლება ამის და იყოს ამ ქალის, აკეთებდა აი ამ მამაკაცზე, თქვენს ყოფილ მეუღლეზე, ან შეყვარებულზე, ან მეგობარზე ჯადოებს, მიხვდით ხო? სერიოზული ჯადოები მიმდინარეობდა აქ რაზე, პოტენციალზე, ფულზე, მე არ გამიკვირდება ამ კაცმა, რომ კაცობა დაკარგოს, ან დაბლა აქვს პრობლემები, რაღაცა ანთებითი პროსტატა და ასე შემდეგ, უკვე მეტასტაზებში ქონდა ამ კაცს, ესე მეუნებიან, შეიძლება ოპერაციები გაიკეთა, არ გამოვრიცხავ და ესე რაღაცა სისხლზე თამაშობს, მიხვდით ხო, სისხლზე თამაშობს. ესე იგი უკუღმა წაუვიდა ყველაფერი და ეს რა არის, ხო? ეს ქალი ხო საერთოდ დაისაჯა და კალესნიცას ქვეშ ვინ დაჯდა? ორიანი თასები, ესე იგი ანახლებენ. ხო თქვი იწმინდებიან მეთქი, რომ ეს ბედნიერება უკან გადაიზიდონ, სხვისი ბედნიერება, მაგრამ არ გამოუვათ. აქ არის სერიოზული სექტა, აქ არის სექტა, ეხა შეიძლება თვითონ სექტანტებთან არ არიან გაწევრიანებული, მაგრამ არ გამოვრიცხავ. და როგორ არის, იცით, სექტა რა არის, უკვე რომ შაბაშებია აქ, შაბაშებს ხედავ მე ბევრი ერთად, ბევრი ძალები, სხვადასხვა ძალები, აქ არ არის ქრისტიანული ძალები, ჯერჯერობით ამოდის სომხური და იქეთ ისრაელისკენ, იქეთ ძალები ამოდის. ხო, ეხლა აქ ორია და კიდე დავამატებ, ხო? რას დაკარგავენ? აი გველები, აი ეს კოცონები, ღამე რომ მუშაობდნენ და უყურეთ შავი ძალებით რომ, ესე იგი, აქ ნამდვილად არის ესე ტარდება შიშველი ტანით, ესეთი რიტუალები ტარდება, სექტანტური და შავი მაგიის საშინელებები, რომ ესე იგი შიშვლები დგანან, სულ შიშვლები მასკებით, კი, თავზეც გვირგვინები ადგათ, ოღონდ სხვა გვირგვინები და რა უჭირავს ხელში, ხო? დანასავით რაღაც ინფორმაციას აწვდის, ესე იგი და აი ეს ყველაფერი რა, წინააღმდეგობებიც მე და თქვენ მოგვაყენეს, შეგვიქმნეს, ხო? აი ეს კლდეები ცხოვრებაში, ძალა წაგვართვეს, ხო? სიცოცხლის ძალა დაგაკარგინეს, შემოკარგებო, აგერ ბაყაყებზე მუშაობდნენ, გველებზე მუშაობდნენ, აგერ კაქტუსი, ესე იგი, რომ არავინ შეგამჩნიოთ, რომ სულ აი ცხოვრებაში კბენდნენ, ხალხმა სულ ესე მწარე ლაპარაკი, ან ოჯახში ერთმანეთი დაკბინოთ, აი ეს მწარე ლაპარაკებით, ხო? აი ეს უკან მიუბრუნდებათ, ეხლა ეს თვითონ ძალას კარგავენ და ვისთან დაჯდა, ნახეთ, რომელი მამაკაციც თქვენს თავიდან რომ დავიწყეთ თევზით, ხო? ესე იგი არის ეს რაინდი, აქ ბიჭიც არის, ესე იგი ვიღაცა ეხმარებოდა, ან ამ კაცს ყავს ბიჭი, მიხვდით ხო? და ეხლა რახან აქ დაემატა აქ უკვე ტარო თქვენს ბიჭზეც, ვისაც ყავთ, შეიძლება გოგოც იყოს, ეს გათამაშდეს, გოგოს ენერგიით იყოს შეიძლება. ამ ესე იგი სისუსტე იპოვა რაში, ან თქვენი ბიჭით, თქვენი შვილით გამწარება მოინდომა, მიხვდით ხო? და ძალებს გართმევდათ. აი ეს ყველაფერი ახლა უბრუნდება უკან. ცხრიანი თასები, ხო? ოცნებობდნენ, მიხვდით ხო? ოცნებობდნენ, აქ ხო თქვი, ნახეთ, მუსულმანური მაგია, თურქული მაგია, რატომღაც ესე მეუბნებიან თურქული, ჯინები აქ გამოძახებული და ჯინს, ესე იგი, რასაც უბრძანებ, თან რის ქვეშ დაჯდა, უყურეთ, ეშმაკის ქვეშ, კვერთხის ქვეშ, მიხვდით ხო?
ეს არის ძალიან დიდი ძალები აქვს შეკრებილი, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეხლა აი ეს მენტალი, აი ეს თასები, ეს ის თვითონ მეუბნებიან, რომ აქ მამაკაცები ძალიან დაისაჯა, რაღაცა ყელში ისე მომიჭერა, შეიძლება ყელში ტრუბკა გაურჭეს და ძლივს გადარჩა აპარატზე იყო შეერთებული. ან კიბო დაემართა ესეთი თემა, მიხვდით ხო? ის თასები რაც თქვენ მოგპარეს და მთვარის მანიაკები და ესე იგი ყველა ფაზაზე და მეოთხედებზე და მეორედებზე და ასე შემდეგ მესამედებზე მუშაობდნენ, ქარში, ავდარში, მიხვდით ხო? რასაც ბუტბუტებდნენ და ასე შემდეგ რა თქმა უნდა წამლებზე დაჯდებიან, ბევრი გალოთ და არ გამიკვირდება, ეს არის წმინდა სისხლის პრივაროტი, მეგობრებო, პრივაროტი მარტო სექსუალური არ კეთდება, აი გადმოვარდა, აი ვლაპარაკობდა, გადმოვარდა, ნახეთ, აი უყურეთ ვინ არიან კიდევ ხო როგორ დაისჯებიან, აი უკვე უნდა გაჩვენოთ იქამდე სანამ მივალ, მათრახით გაიროზგებიან, ეს იგივე სატანის და იგივე ეშმაკის ენერგეტიკა, ძალიან დაისჯებიან, ვისაც ემსახურებოდნენ, ნახეთ ჯინებს, სატანას, ხო, ლუციფერი, რა ვიცი, ზოგი როგორ ეძახის, ხო, რა ძალებსაც ემსახურებოდნენ, აი ეს ძალები თვითონ უკვე ჭამენ აი ამ იმებს, რა ქვია, არა ადამიანებს გითხარით, შიშველი კეთდება მეთქი რიტუალები, აი შიშველი კეთდებოდა რიტუალები, ნახეთ, შიშველს ტანით აკეთებდნენ, ეს არის უფრო საშინელება, მიხვდით ხო? ნუ აქ შაბაშზეა გაკეთებული და რაზე, ესე იგი რაინდი პენტაკლი ამოვიდა თქვენს ფინანსებზე, თქვენ შვილზე, ვისაც ყავთ, შვილებზე, ნუ აქ ახლა თითო-თითოს მიჩვენებენ ჯერჯერობით, მაგრამ ზოგს შეიძლება ორი ყავთ, ზოგს ორი ბიჭი და ერთი გოგო, ან გოგო და მერე ბიჭი, აი ესეც მეუბნებიან, ხო? რა ექნებათ? აი ამ ქალს, ვინც ესე იგი ჰაერის ნიშანია, ან სამედიცინო სფეროშია, ხო? შეიძლება იყოს ძალიან ჭკვიანი რო ეგონა თავი, ძლიერი რო ეგონა, მაგრამ ვიღაცის დახმარებით, იმიტომ რომ აქ ამოვიდა ეს რა არის უხუცესი, ხო? ბრძენი ადამიანი, ხო? წინამძღვარი, ვინც ყავდათ მაგათ, ხო? ესე იგი, აი ამ წინამძღვარს მერე, ხო? უყურეთ როგორი ნგრევა, კატასტროფა ნგრევა აქვს მტრებს, ერთმანეთს დაერევიან ხალხნო, ოჯახებშიც კი და აქ როგორ არის, იცით, ერთმანეთ, აი როგორც მოლნია რა, ელვა, ხო? ჭექაქუხილი წვიმის გარეშე, ესე იგი, რომ აი ამ საშინელ ჩხუბს და დავიდარებას ვერ ჩააქრობენ, მიხვდით ხო, წვიმა მოენატრებათ, მაგრამ არ იქნება, არ იწვიმებს, არ გაწვიმდება, მიხვდით ხო, რას ვამბობ? ნუ თქვენ შვილზე და ასე შემდეგ კონკრეტულად, ნუ აქ მე ვხედავ, რომ იყო დარტყმებისგან დაზარალდა ოჯახში, არის დაზარალება, კი არის, რომ შეიძლება გაიკერა კიდეც, აი ნემს მიჩვენებენ ჭრილობა, დაგიზარალდათ ბავშვები, დაგიზარალდათ, ან თქვენ დაზარალდით, ნუ არ გადაბრუნდა, მაგრამ მაჩვენეო, ნუ სამართლიანად, ესე იგი, აბა კიდე როგორ რას არ ელოდებიან მტრები და ჩვენი მტრები და პაპა რა მოხდება, ხო, მადლობა, უფალო, წმინდა ნიკოლოზ, მადლობა, ხო თქვი შაბაში იყო, აი უყურეთ, აი უყურეთ რა, მიიქცია ყურადღება და აი ეს მეუნება მეც აქავარო, კარგით სამიღა და იმიტომ რომ ძალიან არ მინდა გამიგრძელდეს, მაგრამ ითხოვს, უყურეთ, რაც ითხოვს, მე არ მაქვს უფლება ჩემო კარგებო, რომ არ ამოვიღო, მიხვდით ხო? ეს იყო, მერე ეს იყო. აი უყურეთ ჩემო კარგებო, აქ ამოვიდა, ესე იგი ბედის ბორბალი, აქ ამოვიდა ფორტუნა თქვენი, ხო? და წრიულში, ესე იგი, ყველა მთვარეზე რო აკეთებდნენ, მიხვდით ხო? სავსე მთვარეზე, ახალ მთვარეზე, დაბნელებებზე და ასე შემდეგ, სამართლიანად დაისჯებიან სტრაშნი სუდით, ესე იგი, მთელი უზენაესი მაღალი ძალებისგან ზემოთ ვინც არიან და რაც არიან, ძველი ღმერთებისგან, ახალი ღმერთებისგან
ღმერთებისგან მიხვდით ხო რაც ესე იგი შავი მაგიები აკეთეს თქვენზე და ჩემზე უყურეთ და დღემდე კეთდება იმიტომ რომ ეს ტყუილა არ ამოვიდოდა აი უყურეთ როგორ არის ეს ესე იგი უკვე ერთმანეთში ყმუიან უყურეთ როგორ არის ესე იგი ფანტომები მგელი ძაღლი აგრესიული ფანტომები ესენი არიან მაგიაში დამხმარეები მიხვდით ხო და ვისაც ძალები შეგწევთ ან ტაროლოგები ხართ ეზოთერიკას მიყვებით ყოველთვის მწერენ ნინია ეს მომისმინეთ საყვალებო კიდე ერთხელ ვამბობ და აღარ შემეკითხოთ ეზოთერიკა და მაგია საერთოდ განსხვავდება ერთმანეთისგან რა ნუ ურევთ ხოლმე ეზოთერიკა სხვა კუთხეა ხო და ტარო კიდე საერთოდ სხვა ნუ ეს ყველაფერი თქვენი ფორტუნა თქვენ დაგიბრუნდებათ ჩვენ დაგვიბრუნდება ნუ მტრები მოკლედ ესე იგი გაცამტვერებულები არიან უკვე და გითხარით კიდეც ვინები ყველანაირი კარებები დაეხურებათ ვისაც ძალები გქონდათ და კრადნიკებს გვიდებენ და გიდებენ და გართმევენ ხო ის ჩვენ დაგვიბრუნდება ისევ ჩვენი სილამაზე აგერ მაიმუნიც კიდე ან მაიმუნის წელში ავიღაცა და ოჯახის წევრიც შეიძლება იყოს და გეთამაშებოდათ წრეულად ხო მიხვდით ხო ან ისე აი მაიმუნივით ადამიანი რა სულ ლაზღანდარობს ყოველა ნიშანზე რაზეც მუშაობდა პენტაგრამებზე გექტაგრამებზე სინტაგრამებზე და ასე შემდეგ ხო და სექტაგრამებზე ესე ვეძახი მაგათ სექტანტებს მოკლედ აი ეს თვითონ პენტაგრამა აი ეს ხუთეული მთვარეები ახალი ფაზა ყოველა სეზონი პლანეტები რაც კი გამოიწვიეს რაზეც კი მუშაობდნენ გველებზე აგერ რაღაცა ურჩხულზე ხო ეს არის ბესავშინები უყურეთ აი აქ რაღაცეები როა ხო აი აქ რაღაცეები რო ხატია ეს თქვენ და მე რაც მოგვახვიეს ყველაფერი უკან მიუვათ რაზე დადეს გაცრუებაზე ჯანმრთელობას კპარავდნენ გაციება გასხვისება გაყინვა ბედნიერება სილამაზე გარეგნობა ანუ თქვენი ძალები რაშიც გაქვთ ხო ხვდებით არა ხა ყველა ნუ მომწერთ რომ მე ესე და ისე ხა ყველა ის ნუ გამოვა ხო არიან ხოლმე ესეთი რომ ნინია ესე ვერ გაიგე გადაიკითხე ჩემო კარგო თავიდან ჩართე და გაიგებ როგორ ვთქვი ასე ვთქვი თუ ისე ვთქვი ხო ზედმეტი კომენტარები მე აქ არ მჭირდება რა სკეპტიკოსების ხო ასე რომ ჩემო კარგო მტერო სიღარიბეზე იყო დადებული სიღარიბეზე იყო და რომ ესე იგი ოჯახში სიძუნწე ყოფილიყო და გააქვთ ესე რომ არ დაგხმარებოდათ მეგობარი მეუღლეს ფული არ მოეცა ბავშვს ან აღარ მოეცა ფული და ნუ ესეთი რაღაცეები წვრილი მაგრამ დიდში გადაიყვანეს ამ დიდი ხნის მანძილზე რო იბრძვიან ხო და ვინ არის აქ კიდე ახალგაზრდა გოგო ამოდის ან ვიღაცის და არის დეიდაშვილი და ასე შემდეგ რომელიც ფარულად გებრძოდათ რომელმაც ესე იგი ვიღაცა თავისი ესე იგი აქ არის ეხა გეტყვით ჩართული ორი ადამიანი ერთი არის შავკანიანი ერთი არის რაღაცა ღია ფერის თმით მიხვდით ხო შეიძლება ცისფერი თვალებიც ჰქონდეს აი ეს გოგონა არ არის უცხო შეიძლება ესე იგი არა მეუბნებიან რომ ვთქვიო აი უყურეთ შეიძლება ტაროლოგები ხარ ვინც ხართ ტაროლოგმა გაუშალეთ და გადაგემტერათ მიხვდით გადაგემტერათ რომ რას ქვია შენ უფრო კარგად იცი ვიდრე მე მიხვდით ხო ესეთი რაღაცა აბსურდული მოდით ყველა ამაებს ახლა დაუბრუნებ ადგილს და დავიწყოთ აი აქედან სამი ბოლო ნუ მეფე პენტაკლი ესე იგი ვიღაცა ესე იგი თვითონ მტრებმა რომ იწმინდებიან და არ უშველეს ხო ძალებმა შეჭამეს და ბევრს ვიღაცები მოუკვდა უკვე დაიხოცა სულ ცოტა სამს მეუბნებიან და კიდე მიყვებიან ამინებზე ამინს ვადებ და უყურეთ ნუ
ფულის გამო მიმართეს ვიღაც ცოლიანი ამ კაც ოჯახი ყავს მეუბნებიან რომ ეს ძალები რო თვითონ ჭამენ უკვე ჩვენს მტრებს ხო მიმართეს და მაგრამ თვითონ ეს ადრე ეხმარებოდა ეს მამაკაცი მაგრამ ეხლა აღარც ამას არ აყოფნის ძალები მიხვდით ამ კაც თუ რამე ძალები ქონდა ესე იგი წაართვეს მაღალმა ძალებმა უკვე წაართვეს მიხვდით სამყარომ წაართვა თან სამართლიანად წაართვა უყურეთ სამართლიანად წაართვა აბა რას ქვია შენ სხვისას იპარა ვინახარ ხო მოდი შენი კარმა შენ თვითონ დაღეჭე და გადაათამაშე ხო და მე დაჯექი ბოდიში უნიტაზზე და იქ გაუშვი შენი ფეკალები ხო სხვისი ნაგავი და ფეკალები შავი ჩვენ რა გვინდა ხო რა თქმა უნდა ნუ აქ ესე იგი ნუ კრადნიკები იყო მეთქი დადებული ყველაფერზე აბსოლუტურად კიდე შემორბენითი რიტუალები კეთდებოდა ღამე და გამთენიისას და მზერო ჩადის ესე იგი აი ეს ყველაფერი წინააღმდეგობები კრადნიკები ბედნიერებაზე საერთოდ ყველაფერში მეგობრებო გვიბრუნდება ჩვენ და ჩვენი ფორტუნა და ჩვენი გზით უკვე დავიწყეთ სვლა და კიდე წინ წავალთ უფალი ჩვენთან არის აუცილებლად წავალთ წინ აუცილებლად კიდე რაღაცას მეუნებიან და აბა რა ორი კარტი დავამატო ესე იგი 5 უნდა გახდეს კი ბატონო 3 რახან ამოვიღე აჰა ესე იგი ფარული მტრები გამოვაჩინეთ უყურეთ ფარული მტრები იმპერატრიცა ამოვიდა ესე იგი ეს ვიღაცის დედაა შეიძლება თქვენი დედამთილი ყოფილი ან ისა რა ქვია ბიჭებო სიდედრი ამოდის არ გამოვრიცხავ ხო მარტო გოგონებისთვის ხო არა ვშლი არა და აგერ გამარჯვება უნდა ამ თითქმის გაიმარჯვა კიდეც თითქმის აქ ბავშვებიც დაფიქსირდა და სისხლით ნათესავები ძალიან ბევრნი არიან ერთად შეიკრეს და თქვენ ესე იგი თითქოს ბავშვობიდანვე გებრძვიანო მიხვდით ხო ბავშვობიდანვე შეგიძულეს და რატო იმიტომ რომ თქვენ სუფთა და კარგი ადამიანი ხართ მიხვდით ხო სუფთა ადამიანი ხართ თქვენ აქეთ მოგქონდათ ხალხისთვის ესე იგი თქვენ თავს გადადებდით და სხვებს ეხმარებოდით და აი ეს სისუფთავე თქვენი ჰარმონია რო ვერ გაგაფუჭეს თავიანთ რო ვერ გაგაბოროტეს და შავ იმეებზე ვერ გადაგიყვანეს ხო ვერ გაგაბოროტეს აი იმიტომაც ესე ყველაფერი მტრობა იყო მოდით მე ახლა აი ამ ყველაფერს აი ესე უკან გავუბრუნებ რაც აქ ითქვა და რაც აქ არ ითქვა გაფიქრებული იყო და კიდე ვერ იყო ნათქვამი მაგრამ უფალმა და სამყარომ აი ეს ყველაფერი უკან გაუშვა ამინ უკან ვუშვებ ყველაფერს აი უკან ვუშვებ მტრებზე აქ ვინც ამოვიდა ფარულებიც გამოჩნდა სისხლით ნათესავები არასისხლით ნათესავები ცნობილი არაცნობადი მტრები სახელით და usახელო მტრები ახალგაზრდა და ხნიერი მტრები ჭაღარა და შავთმიანები და ასე შემდეგ ამინ ხო, ეხა გავაგრძელოთ. მე ამას არ ავიღებ, ეს ესე უნდა იყოს, მიხვდით ხო? ეს ესე უნდა იყოს, მეგობრებო. აი, ასე უნდა იყოს. ხო, ეხლა მე გადავალ ოხო, კარგი, აი ეს მთხოვს და ეს არის, ნუ ბომბა რა, აი ეს არის ბომბა. ნეკროტიკებზე და იქედან რომ გამოაქვთ, რა ქვია, მორგიდან რომ გამოაქვთ ეს ნაწილები, მკვდრების ფრჩხილები, თმები, ჩასაცმელი, მიხვდით ხო? აი ესეთი რაღაცა, კიდე აი გარდაცვლილზე რო კეთდება, სანამ გაასვენებენ, აი სულის მიბმები, მკვდრებზე ვინჩანია, ანუ ჯვრისწერა, დაქორწინება არის ეს რაღაცები კეთდება, მიხვდით ხო? ყველა არ გადმოხტებოდა. აბა ნახოთ რა ხდება, ესე იგი, რას არ ელოდებიან და რა მოუვათ, აი კარმა რა, ჩვენი მტრები მეგობრებო. ოხო
ხო, თასი, ტუზი, თასები, ხალხო, ეს შავი მაგიური კარტია და ცოტა სხვა მიმართულება აქვთ, მიხვდით ხო? მე ამას იშვიათად ხმარო, მაგრამ როცა საჭიროა თვითონ აგერ მეუბნება უფალი. აი უყურეთ, თასები, ტუზის, ესე იგი, უკვე მიუბრუნდათ უკან, ეხლა აი დღესდღეობითაც დღემდე, როცა უყურებთ, ვინც ჩართავთ, თუნდაც 1 წლის მერე ჩართეთ, აი მაშინ ამოქმედდება თქვენ აი ეს ყველაფერი, როგორც კი ჩართავთ. გოგოებო, ბიჭებო, უკვე იწმინდებიან, უყურეთ, უკვე დაიწყეს წმენდა. მე რა ვთქვი, რომ შეშინებულები არიან. ესე იგი, იწმინდებიან, იმიტომ რომ მზე დაუბრუნდათ, წრიულში არიან. უყურეთ, თავიანთი მზე. ესე იგი, უკაცრავად, ესეც ტყუილა არ ხდება. ნახეთ. არ უნდათ რომ ალაპარაკონ. ნახეთ. გარეთ კორპუსთან აკეთებენ რაღაცას თხრიან და უყურეთ. ესე იგი რა, ნახეთ რა. ნახეთ, არ მალაპარაკებენ. ეს არის ტუზი, თასები და მზე რა. ესე იგი დაუბრუნდათ მზე. ეხლა იკეთებენ ესენი, ამ წუთას იკეთებენ. 6-იანი ხმლები, უყურეთ, გზებს იხსნიან, ჩაეკეტათ, გზები ჩაეკეტათ, მეგობრებო, ჩაეკეტათ, მზე დაუბრუნდათ, გზები ჩაეკეტათ. ოხო, გადასარევი. 9-იანი კვერთხები, დაცვები მოერღვათ. იცით რა დაცვები მოერღვათ კიდე? და აი უჩინარი დაცვები ქვია რა, ნეპროგლად ასე ქვია რა, რომ ვერ გაიხედავ, რომ ვერ შეხვალ ენერგეტიკაში და ეს ახლა ცოტა აგიხსნით, ვინც არ იცით რა. აი ეს დაცვები და თავს იცავენ, უყურეთ, მიმართეს, აეწვათ და ძალიან ცუდად არიან, ძალიან ცუდად. ოხო, ესე იგი, რაზეც აკეთებდნენ, გზაჯვარედინებზე, პატკლადები, ურჩხულებზე, აი ეს ყველაფერი, იცით როგორ არის, აი 10-იანი იგივე არის 1 თავიდან დაწყება, ხო? აი ეს ყველაფერი, ხო? ნახეთ როგორი საშინელება, აი გველები დაკლაკნული, გზების საშინელი სიტუაციები, აი ეს მუშაობდნენ, აი და ეხლა აი ეს ყველაფერი გაუმეორდათ, უკან მიუბრუნდათ. აი ეს ყველაფერი, გოგოებო, ბიჭებო, უკან მიუბრუნდათ. ნუ, აქ ამოვიდა 8-იანი კვერთხები უკაცრავად, აქ 9-იანი კვერთხები, 8, 9 გაეზარდათ, ესე იგი ჯანმრთელობაზე, უყურეთ, ეს სისხლით ნათესავები დაждდა, მინდა გითხრათ, სისხლით ნათესავები და შემოხვეულია, ბურუსში არიან შემოხვეულები, თავს ვეღარ იცავენ, ბუმერანგებს, ესე იგი ბუმერანგები დაეწია, რასაც თქვენზე უშვებდნენ, ჩემზე და თქვენზე, უკან დაეწიათ ბუმერანგები. მიხვდით? ესე იგი, ამოვიდა ტუზი, თასები, ტუზი, კვერთხები, აი აქაც ხო ამოვიდა ტუზი, თასები და ტუზი, კვერთხები. უყურეთ, გამეორდა. ესე იგი, ეს უფლის ძალა, ესე რომ გამეორდა და აქ ამოვიდა რა? გენაცვალეთ, რომ სისხლით ნათესავები, პრივაროტები, თქვენს პოტენციალზე რო აკეთებდნენ, თქვენს მამაკაცს ვინც უკეთებდა, საპერნიცა, საპერნიკი, გოგოს ვინც უკეთებდა, ხო? აქ ხმლები ამოვიდა, აი იგივე გამეორდა, ხმლების მეფე ამოვიდა, გოგოებო, ბიჭებო, ზუსტად რა ვთქვი მე დაწყებაში, ხმლების მეფეს მიუვიდა ისევ, აბა კიდე რას გვეტყვის სამყარო. 10-იანი კვერთხები, 8-იანი კვერთხები, 9-იანი კვერთხები, 10-იანი კვერთხები. სიცოცხლისთვის აი ჩვენზე რო გააკეთეს და ჩემზე და თქვენზე რო აი უკვე ცხოვრებისთვის კი არ იბრძოლა, აი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ხო, უკვე აი ძვლები რო გტკივა, ნეკროპრივასკებს რო აკეთებდნენ, რატო ავიღე ეს ტარო, რატო გადმოვარდა, ხო? ცეცხლში დაიწვევიან. რა თქმა უნდა, judgment, აი ამაზე სამართალი, აი წეღან ამოვიდა სამართალი გაჩვენეთ და აი უყურეთ, აი როგორ მეორდება, უყურეთ, რა თქმა უნდა, თქვენ რომ ჩათვალეს რომ, ესე იგი, ვიღაცა სექტანტებმა და სისხლით ნათესავებმა და ასე შემდეგ მტრებმა, ხო, ან თქვენი ყოფილების სისხლით ნათესავებმა, ესეც შეიძლება მეუბნებიან, ესე იგი, სამართლიანად დაისაჯეს, მეგობრებო, სამართლიანად, ნუ საშინელება მოუვათ, იცით როგორი საშინელება არის
არის სამართალი და არის უზენაესი სამართალი. Страшნი სუდით დაისჯებიან. ოხ, აქ ისეთი ენერგეტიკა ტრიალებს გოგოებო ბიჭებო. ნუ აი არ ვიცი რა. ნუ მე კი ვიცი, მაგრამ სიტყვაზე ხო? აბა ვნახოთ კიდე მტრებს რა დაეწიათ, რა ბუმერანგი. იცით რა არის იმპერატორი, ვიღაცა იმპერატორი, მათ ვინც მართავდა, მათ ვინც ესე იგი აი ესე ჰოპ და უბრძანებდა და აი აქ ნაყოფია, ესე იგი რა არის ნაყოფი მარტო ორსულობა ხო არ არის, კი ორსულობაზეც და განაყოფიერებაზეც, აი ეს პრივაროტები, კვერთხები აქაც რა ამოვიდა მეორედ, განაყოფიერებაზეც, ასევე პოტენციალზე და რა არის აი საქმე შვილობილი საქმე მიხვდით ხო შვილობილი საქმე რა ხო თუნდაც აი ტარო რო ისწავლო ან თუნდაც საჭმლის მომზადება რო ისწავლო და ჩაწერო ხო ხდებით აი შვილობილი რაღაცა ბიზნესი პატარა საქმე აი ის იმასაც რო გინგრებდათ ხო ეს იმპერატორი რომელიც ნუ რა ხა იცის ცხოვრება ფული აქვს იცის კარგი ჩაცმა კარგი ჭამა კარგი ადგილები ძალაუფლება ლიდერია და ასე შემდეგ ხო ან ზეინსტაქციებში მუშაობს ყველა ესეთი იბადებიან იმპერატორები მიხვდით ხო მაგრამ რა არის იცით ეხა ამ იმპერატორს აბა რას უზავენ ეხა მე გეტყვით რას უზავენ ოი ხუთიანი კვერთხები 10-იანი კვერთხებიდან ჩავიდა ხუთიან კვერთხებზე საერთოდ ვერ გაიგებს საწავიდეს თავისი ჯანმრთელობა ისე თავის სისხლის ნათესავებში დაუბრუნდებათ უყურეთ თავის სისხლის ნათესავები დაიჯებიან ბავშვები დაიჯებიან შეჭამენ ერთმანეთს ჭამენ დემონები აქ ის ძალები რაზეც ესე იგი ხუთიანი კვერთხები მე საერთოდ არ მიყვარს არსად იმიტომ რომ საშინელი კარტია საშინელი ენერგია იგივე არის რაც ესე იგი ხუთიანი ხმლები მიხვდით ხო აი ეს კრადნიკები აი ეს ყველაფერი სისხლზე აქ ამ კაც პრობლემა მე აქ ხო თქვი რომ რაღაცა მეტასტაზები კიბო ნუ აი უყურეთ ახლა ვიზეც ესე იგი უშვილობაზე ორსულობაზე განაყოფიერებაზე პრობლემა რო არ განვითარდე რო არ გაბედნიერდე წყვილში რო არ იყო ხო გკეტავდათ ეს მამაკაცი ეხლა თვითონ ჩაიკეტა უკვე აქვს უყურეთ ნახეთ უკვე ჩასცხეს უკვე ქვედა ჩაკრებზე ამ მამაკაცს ოი და თასების დედოფალი. აი თასების დედოფალიც ამოვიდა. ვიღაცა თასების დედოფალი უდგას გვერდზე და ყველაფერი ესე იგი უყურეთ დემონი შებრუნდა უკან ამათგან იმპერატორისგან, ხმლების მეფესგან და აი ამ თასების დედოფლისგან დემონი შეტრიალდა უკან ზურგით. ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ გაუცრუდათ ყველაფერი. ეს დემონი ხა ელოდება უყურეთ ხელებ უკან დაწაფული ამოკაფული რომ მე შანეხა შეგჭამ როგორ ჩვენ მე ხლა ძალებს აღარ მაჭმევ მიხვდით ხო იმიტომ რომ თქვენი ენერგიით იკვებებოდნენ ესენი მიხვდით აბა კიდე ერთი ხაზი ვნახოთ რას გვეტყვის ნუ 7-იანი ხმლები 7-იანი კვერთხები ნუ ეს არის როგორ იცით აი რაც ეგონათ რომ წინ წავიდოდნენ და სუფლიო გამარჯვებას დიდი ხანი გებრძოდათ. აი ძალიან დიდი ხანი. თითქმის ეს წინაპროლიც იყო და ეხა აქ ბრძენი რო ამოვიდა, ხო? შეიძლება გვარიც დაგიწყევლეს, შეიძლება საგვარეულო წყევლა, მიხვდით ხო? მე მაქვს საგვარეულო წყევლა, ჩართეთ, გაიწმინდეთ. მოიშორეთ წყევლები. 40 დღეანია და მე კიდე ვისაც არ გეყოფათ ერთი თვე დაისვენეთ, მე კიდე. მაგრამ ამასთან ერთად პირველი მეორე ჩაკრები გაიწმინდეთ. ნუ ნახეთ რა, დიდი ხანია გებრძოდათ და თასებ დედოფალთან. აი ეს თასების დედოფალი ძალიან დიდი ხანია გებრძვით. ან დალევა უყვარს, ან ის, მაგრამ უკვე ღვინია გადაიჩეხაო, ხო იცით არა? აი თავის ჯანმრთელობას ებრძვის. სულ ცოტა ფეხზე მუხლი ამტკივდა, ეხა ისე ფეხზე დაემართა რაღაცა. ესე იგი თქვენ ფეხზე გკეტავდათ და ეხა თვითონ დაემართა ამ თასების და ეს იმპერატორი უყურეთ ამ თასების დედოფალს უდგას თქვენ ან ყოფილი ერთად ვარჯიშობდით, ერთად
სწავლობდით ერთად რაღაც ამთასების დედოფალთან მიხვდით ხო? ამასთან წეღან გოგოც ამოვიდა ახალგაზრდა აი ამ ტაროებზე ზემოთ, მაგრამ არც დედად ვარგა, არც მეგობრად ვარგა, არაფრად არ ვარგა, მიხვდით? მარტო სვავს, შეიძლება წამლებზეა, შეიძლება სასმელი უყვარს და ასე შემდეგ. აბა ვნახოთ. ნუ 4-იანი ხმლები წარსულიდან მეთქი ხო გითხარით? წარსულიდან მოდის. თქვენ იცნობთ ამ არა ადამიან არა ქალბატონს იცნობთ. და 3-იანი ხმლები აქაც ხო ამოვიდა. ნახეთ როგორ მეორდება ტაროები, თქვენს წინ ვიღებ. ესე იგი, აი ეს ჭორები, აი ეს წყევლები, აი ეს ყველაფერი ხო, 7-იან ხმლებთან, 4-იან ხმლებთან, ნუ არ გაუხარია, უკვე მკვდება, ეს კალიასკაში დაამთავრებს ცხოვრებას. მორჩა? კიდე 3-იო. აჰა, კიდე 3. აი გოგოებო ბიჭებო, არ ვიცი მე ხლა როგორ ვარ, იცით პატოქში ვარ და აი ვერ გძნობა არც საათს უყურებ, იმიტომ რომ ესია საჭირო, ნუ 1 2 იმიტომ რომ ძალიან გაიჯეჯილეს რა. ოხო, ძალიან გაიჯეჯილესო. აი ნახეთ რა 4-იანი კვერთხებია თუ რო ადიოდა თქვენი ხარჯებით ადიოდა კიბეებზე აშენებდა თავის ცხოვრებას ხო აი ამ შავი სიტუაციებით და ასე შემდეგ ნუ რა თქმა უნდა მე უკვე 4-იან და იმეებში რა ქვია 3-იან ხმლებში და 4-იან ხმლებში რა თქმა უნდა დაჯდა თვითონ მიხვდით დაჯდა თვითონ იმ კიბიდან ჩამოვარდა რასაც თქვენ ესე იგი თქვენი ჩამოგდება უნდათ. ნუ ერთი პერიოდი, რაღაც პერიოდი ცხოვრებაში გამოუვიდათ, რომ თქვენ დაგაგორეს, ზოგი მართლა ჩამოგაგდეს, ხო? აი ესე ან ფეხის მოტეხილობა, მენჯის მოტეხილობა გქონდათ, მარჯვენა, აი აქ ამ ტკივდა ხელები, არის ტერფების და ფეხების და ხელების წმენდა უყურეთ. და როგორ იცით, ეს უკვე ამოვიდა ზე იმპერატორი ეშმაკის, ეს ხო სხვანაირი კარტია, ტაროა ეშმაკი, თვითონ ეშმაკი ბრუსშია, ნახეთ როგორ მოხვეული აი ეგეთი დემონია. ნუ აი ამან წაიყვანა და ძალიანაც კარგი რო წაიყვანა და 6-იანი კვერთხები კიდე, აჰა უყურეთ, გამარჯვება, რო ეგონათ რომ გავიმარჯვებოდა, აი ძალიან მაგარი ვარო რა, არაფერი არ გაიმარჯვა რა, აღარ აყავს პატრონი რა, მოკლედ რა. თავისმა პატრონმაც კი მიატოვა. მე მართლა ვამბობ, მიატოვა, კი, ეხლა всё, ვიგრძენი რომ დამთავრდა. მოდით. აი აქ რაც ითქვა და რაც არ ითქვა, უკან ვუბრუნებ. ყველა მტერს, ვინც მე და თქვენ გვებრძვის. ამინ. ხელი ამტკივდა ძალიან, ისა გაიწმინდეთ აუცილებლად, გაიწმინდეთ რაც თქვი. ხო, ამ კვერთხებს აქ დავაბრუნებ. ხო, ასე. ეხა უყურეთ, ამასაც აქ დავაბრუნებ ეს. ავიღებ ეხლა აი ამ ტაროს. აბა კიდე რა ხდება მტრებს, აბა როგორი კარმა დაეწიათ და ვინ არიან მტრები, თუ განმეორდება და თუ ახალი გამოჩნდება. აბა ვნახოთ, ესეც შავი მაგიური ტაროა. იმიტომ რომ მე ხა თეთრი მაგიის წარმომადგენელი კი ვარო, წმენდებს და ყველაფერი თეთრად ვაკეთებ, მაგრამ მაქვს რიტუალები, რომ სიკვდილზე საფლავით უნდა მოიხსნას დემონებზე, თეთრით ვერ მოხსნი, დემონზე უნდა მოიხსნას. მიხვდით ხო? ასე რომ მეც მიწევს ხოლმე მუშაობა მათთან, მაგრამ მე რატო არ ვზარალდები? იმიტომ რომ მე ვიცი წესები, მე კანონებს, წესებს მაგიაში არ ვარღვევ, არავის გულისთვის და არასოდეს არ დავარღვევ. აბა მტრებმა რა დაიმსახურეს, რას არ ელოდებიან და რა დაემართებათ თავიანთი ჩადენილი, ესე იგი, გაწმინდა ცოტა თავიანთი ჩადენილი საქციელებისგან, შავი საქმეებისგან, რაც მე და თქვენ გაგვიკეთეს, ხო? აბა ვნახოთ. მტრებო. რას გვეტყვის? მეფე კვერთხები. ესე იგი, ეს ამოვიდა ძმა, ეს ამოვიდა ბიძაშვილი, ისევ სისხლით ნათესავი ამოვიდა და რა ვქნა? შვილი
მიხვდით ხო, თქვენი სისხლით ნათესავი ამოვიდა ხალხო, რომელიც ესე იგი შეკვეთილი მაგიით, მაგია და წინაპრები უყურეთ. მაგია და წინაპრები ხელიდან გამაგდებინეს რომ არ გესაუბროთ მე ტყუილა არ ამყვა ეს რა დავოის მე გაჩვენებთ წინაპრული კალო და ნახეთ ესე იგი თქვენს წინაპრულ ხო თქვი არა სისხლით ნათესავია ეს მამაკაცი მარიონეტივით ხელის გულზე როცა უნდა გათამაშოთ სანთლები გაგიჟდნენ როცა უნდათ გათამაშებდათ როცა უნდათ კარგი იყო როცა უნდა ესა აფერისტობა манипуляция ხო შიში ზოგს გეშინოდათ ამ ადამიანის იცით აი შიშს გრძნობ მე აქ იმიტომ რომ დემონია თვითონ დემონია შეიძლება აბა დააკვირდით თვითონ აი ესეთი პიროვნებაც არის ან თმები აქ ესე აი დააკვირდით ეს არის წინაპრული ხაზი და აკეთებდნენ რას მაგიით აკეთებდნენ ესე იგი მიბმებს ჩაბმებს კვანძებს ესე იგი ვერიწინოზე მუშაობდნენ აი რომ ძველად რო იჟნენ და ძაფებს ახვევდნენ ხო იცით ძაფებს რაღაცა ესეთი ხისის რო დანადგარით რო იყო ადრე აი იმაზე ნუ სამიანი ხმლები წყევლები ყვავებზე მუშაობდნენ ხშირად რომელიმეს აბა გაიხსენეთ ზაფხულში ან ზამთარში სადაც შეიძლება ყვავები არ არის და ყვავმა დაგჩხავლათ აი ესეთი რაღაც არ ყოფილა რა თქმა უნდა უკან უბრუნდებათ ეხა ეს ყველაფერი გოგოებო ბიჭებო უკან უბრუნდებათ ხუთიანი კვერთხები ხო თქვი ერთმანეთს დასწრებენ უკვე იმიტომ რომ ძალები აღარ ემსახურებიან ეს კარმულია უკვე თავიანთ კარმას თუ არ გადაამუშავებენ ხო ესე იგი წინაპრული ხაზით გპარავდათ კრადნიკები უყურეთ და თქვენს ჯანმრთელობას და თქვენს სიცოცხლის უნარიანობას გპარავდათ საერთოდ თქვენს აი რომ ჩიტივით რომ დაფრინავდით რომ გიხაროდათ თქვენი ხასიათი თქვენი ემოციები გაყინეს მიხვდით ხო საერთოდ გაყინეს და ეს არის სისხლით ნათესავები აი ამ პირველ ხაზზე დაჯდა სისხლით ნათესავები კი ათიანი ხმლები აი უყურეთ რა ბრძენი აქაც ბრძენი ხო დაჯდა ვიღაცა შეიძლება გვარში წინაპარი ნამდვილად ყავდა ამ კვერთხების მამაკაც მეფეს ვიღაცა ყავდა რომელიც ბრძენად იყო დასახელებული წინაპრებში წინამუხლებს ვიძახი მე ალბათ 6 მუხლის წინაპრებში და როგორ იცით შეიძლება მღვდელიც ყავდა ვიღაცა არ გამოვრიცხა, იმიტომ რომ აქ ისეთი მაგიაა, რომ აქ მღვდლებშიც, ესე იგი, არა მარტო შავ კეპკიმებში, კაპიშონიანებით, ხო, უყურეთ, მიდიოდნენ და ეკლესიებში ამთავრებდნენ და აქ რიტუალჩიკები ტარდებოდა, შავი წიგნიდან იკითხებოდა, უყურეთ, რეები, ესე იგი, ყველანაირი წესებია დარღვეული, მეგობრებო, ყველანაირი, ნუ თქვენს განადგურებაზე, სიკვდილზე და აქ ვიღაცის სულზე ხართ მიბმული კიდე, აქ მიბმა ვიღაცის სულზე. კი, პირდაპირ ესე იგი ძვლების ტკივილი, ყურებში წვილი, აი ხა რასაც ვგრძნობ, მარჯვენა ყბა, ყური კბილებთანაც ეს ჩაკეტვა. ეს არის დემონები, მაგრამ უყურეთ მარცხენა მხარეს თირკმელში, თირკმელი რა არის წინაპრული ხაზი, ხო? თირკმელში გაქვთ ჩაჯენილია ეს დემონები, ბესავშინები და უსულო არსებები. კარგით, აბა კიდე ვინა მტერი და ვინ გამოჩნდება, ვინ იმალებოდა და რას არ ელოდა თავისი ჩადენილი საქმით და რითი გადაუხდიან სამაგიეროს. იგივე მეორდება მესამე კალოდაზე, ტაროზე მეორდება მეფე დედოფალი ხმლები, რომელიც დაჯდა ამ თქვენს ნათესავ მამაკაცთან. ნუ 4-იანი პენტაკლი. ხო თქვი, აი სიძუნწე მეთქი, რომ გაღარიბდეთ თქვენი, ესე იგი ეს ქალი ცდილობს, რომ ან თქვენი შვილიდან სიღარიბე შემოვიდეს სიძუნწე დაიკარგოს ურთიერთობა აღარ გქონდეთ, მიხვდით ხო? აქ სისხლის ნათესავებზე გიტყავენ. ყველა ვარიანტში შვილიდან უყურეთ, რომ კონტაქტი შეწყდეს და აქ უყურეთ რა არის, აქ ბავშვზე რაღაცა ფეხებმა უმტყუნა და დაეცა, ესეთი რაღაც
რაღაცა ამოდის, იმიტომ რომ სულ ახლა ხანს იყო რაღაცა ალბათ ერთი თვე ასე მეუნებიან, 4 მთვარე, ასე მეუნებიან. ნუ ეს ვისი გაკეთებულია და აი ამ ქალბატონის და თქვენს შვილზე, რომ ესე იგი ხუთიანი თასები, ესე იგი იმედ გაცრუება, განადგურება, უნდათ რა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილიყავით, ყველაფერი მიგეტოვებინათ, რასაც აკეთებით, აბსოლუტურად თქვენ თვითონვე გეთქვათ თანხმობა თქვენს საქმიანობაზე, ყველამ გადახედეთ თქვენს თავს, რას და როგორ საქმიანობაზეა ლაპარაკი. ნახეთ როგორ არის ამოყირავებული, ანუ ჩამოკიდებული ეს არის ხო აი სხვა ტაროებში რა ჩამოყირავებული რაიდეროიჩი ხო იცით ამოყირავებული კაცი ეს ტაროა იგივე ჩათვალეთ, მაგრამ აქ ორი დაჯდა უყურეთ, ესე იგი ძალები შეერთებული ძალები და ორივე ან დედაშვილს გებძოდეთ, ან დეიდას და დეიდაშვილს, აი ესეთი რაღაცა სისხლით ნათესავ და ძმას მიხვდით ხო ბებია და შვილიშვილს, აი სისხლიდან ორს გებძოდნენ, მაგრამ ეხა თვითონ დაждნენ ეს ნახეთ თვითონ აქ ცხრიანი პენტაკლი თქვენს ბიზნესზე დიდ ფულზეა, თქვენს ჯიბეზეა, აქ ვიღაცა მოკლედ ესე იგი თქვენი შვილი ან შვილიშვილი გააღარიბეს, მოწყვიტეს იმ საქმეს, რაც ესე იგი, რასაც ემსახურებოდა. მე მინდა გითხრათ, რომ ეგ ბიჭი ან გოგო ვინც არის თქვენი შვილიშვილი, ძმა და ასე შემდეგ, ძალიან კარგ სამსახურში იყო, მიდიოდა წინ და მე პრივაროტებით ჩამოვა. უფულოდ დატოვეს, ასე უნდათ, აი ამ ქალბატონს შეიძლება ჰაერის ნიშანიც არ შეიძლება ვიღაცის ბებია, თქვენი შვილის და თქვენ ესახართ რძალი, მაგრამ შვილი თქვენი სისხლიდან, ისიც ხო ბებია, ანუ დედამთილი ან სიდედე ხო შვილის მონათესავია, მე მაგას ვიძახი, პირადად თქვენ შვილის მონათესავია, ესეც გადახედეთ, მეუბნებიან უყურეთ, აი ამ ქალმა შეიძლება ეს სამედიცინო სფეროშია დატოვა, ესე იგი რატომღაც არ უყვარს ეს შვილი თუ რა ხდება ან შვილი, აი ესეთი თემაც ამოდის, მიხვდით ხო? იმიტომ რომ დიდ ფულზე აქვს საუბარი და თქვენ რაც ეხა დანაზოგი გაქვთ ხო? აი ამ მტრებმა, ну ქალიდან გამოდის რა, თასების ქალი და მეფე კვერთხები გამოჩნდა, ну ეს თასების ეს ქალბატონი ხმლების არ მიდის, აქ ეხა სერიოზული სიტუაციები ამოიყარა, ну რასაც აშენებდით შვიდიანი პენტაკლი, რასაც აცხობდით, ხო თქვი, აი შვილობილის საქმე ოჯახს გარეთ სამსახურში და ასე შემდეგ, ხო, აი ეს ყველაფერი თქვენი მიღწევა, ორსულობა და ასე შემდეგ, ხო, რაც უკვე მიაღწიეთ ჩამონგრევას ექვემდებარებოდა, ბევრს დაგენგრათ, დაკარგეთ, მაგრამ ისევ თავიდან დაიწყებთ, აი ამ გაშლის მერე და რიტუალების მერე გაიწმინდეთ, შედით ჩემარხზე, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს, რომ გაშავდეს, ყველა რო აწერია, რომ მოგივიდეთ ინფორმაცია, გამოსასყიდები აუცილებლად, თორე მერე აი ამ ეშმაკებთან და დემონებთან აგებთ პასუხს თქვენ თვითონვე. მიხვდით ხო, იმიტომ რომ იწმინდებით ის ძალები თქვენ უკან გთხოვთ. მეკითხებიან, ნენია რა არის გამოსასყიდი ახლები? აი რა არის გამოსასყიდი, რა ძალებზეც გაკეთებულია თქვენზე ჯადო, ის ძალები რო იხსნი და სუფთავდები ჩემთან და სამყაროსთან, უფალთან უნდა გამოისყიდო. როგორც ესე იგი გული არ დაგწყდება და ისე გამოისყიდი, როგორი გულითაც გამოისყიდი და ფიქრებით, ისეთი გული და ფიქრებით დაგიბრუნდება უკან ის თანხები. ამინ. ესეა, ჩემი მოგონილი არა. ხო თქვი არა, 10-იანი ხმლები ამოვიდა კიდე, აქ ორია სხვათა შორის, ხო დამავიწყდა მე თქვა, სხვადასხვა ამპლუაში, იმიტომ რომ აქ ხო კონკრეტულად. ესე იგი როგორ არის, იცით, აი მოდი ვიტყვი რა, ასე ბოდიში, აი აღარ ვიტყვი ესა, გაგაცამტვერეს, ჩაქცხეს, ესე იგი ზედ ყველაფერი გიქნეს და დაგტოვეს მარტო, აი ეს სიტყვები იყოს მარტო, აი ესეთი თემაა, ხო ხვდებით არა, მაგრამ ეხა თვითონ არიან ესე. ეხა თვითონ მოუვიდათ ეს და ვინც გვერდზე ედგა, ის წავიდა მაგათგან, მიხვდით ხო, თვითონ მოკვდებიან და თვითონ გაცამტვერდებიან. ესე იგი მთვარეზე აქ გეკადაზეც მუშაობდნენ, აქ კაილზე სიკვდილის ისაყავთ გამოძახებული დედოფალი ქალღმერთი და ასე შემდეგ. ნუ რაზეც მუშაობდნენ, ის მიიღეს.
რაც საიდუმლო იყო, აი ეს გაუმჟღავნდებათ, ძალებს წაართმევენ, ყველანაირი ძალები უფლისგან, სამყაროსგან, ყველანაირი ძალები, ესე იგი წინაპრული ძალები და თვითონ წინაპრები დასჯიან, თქვენივე საერთო წინაპრები, რომ თქვენზე და ჩემზე და თქვენზე გამოიწვნენ, ესე იგი ვეტო არის დადებული, რაზეც შეიძლება რომ ვიზეც შეიძლება რომ მოკიდო ხელი, საერთოდ გაფუჭება ადამიანის არ შეიძლება, მაგრამ აქ ახლა არა მარტო მე, ვისაც ცოტა ძალები გაქვთ და სინდისიერად იქცევით და ფულის კეთების გულისთვის თქვენ უფალს ვერ მოატყუებთ რა. თითოეულ SMS კითხულობს და თითოეულ მოწონება, აი ლაიქი, ეს აუცილებლად გააკეთეთ, რომ ესეც თქვენი ენერგიების გაცვლაა. დამიჯერეთ ვიდეოებზე მოწონება დაურთეთ ხოლმე, მოიწონეთ ვიდეოები და 6-იანი ხმლები, 10-იანი ხმლები, ხო რა კარგად წავიდა 3-იანი ხმლები, 4-იანი ხმლები, ძალიან გადასარევი, ესე იგი, აი სადაც უყურეთ როგორ არის საწავლენ, საფლავზე წავლენ, საფლავზე. ან თავისიანს ვიღაცას დამარხავენ, ან თვითონ ჩავარდებიან იქ. აი ესია. და ეს ჩამოკიდებული სიტუაცია, ჩხუბები, სიცივები, პრივაროტები, აქვს თოკებზეა, თოკებზე მარიონეტი, ხო, აი ეს ვეღარ გავიხსენე. მარიონეტულად, ესე იგი მარიონეტკა იყავით მაგათი, მიხვდით? აი ეს კუკლებს რო ათამაშებენ, ხო, ეს ფანტომური მარიონეტები. ნუ ეხლა თავზე და მენტალზე და მთვარეზე ხა მორაკი ცუდია, მორაკი პორჩა, ესე იგი თავს რო გიბუნდავენ, ეგეც არის, მაგრამ მთვარედან გონების გათიშვა, ეს არის სერიოზული, მაგრამ ვერაფერი ვერ გიქნეს. ხო, თქვენ ეხმარებით შვილიშვილს და ასე შემდეგ, ვინც უყურებს ახლა ესე ამბობენ. და რა, ეს ვარსკვლავი რაც მოგპარეს, თქვენი ლიდერობა, შური, შუღლი, თვალი და ასე შემდეგ ბოროტი არის შავი შური და ჭორები თუ რაღაცა გაიწმინდეთ, ესეთი რიტუალი მოძებნეთ. აი ეს ვარსკვლავობა ჩამოერთმევათ, რა თქმა უნდა, ეხა ვერ გაექცევიან სამყაროს, ვერ გაექცევიან ჩემო კარგებო. ხო. ხო, ეს ცოტა დადნა, მაგრამ მოვასწრებ მგონი, აი ყურეთ, აი ასე ვიზავ, უკან მიუბრუნებ ყველაფერს, ცხელია, მაგრამ უნდა დავდო. ამინ. აი ასე ჩავა მეგობრებო. აი ასე. ხო, ეხლა ავიღოთ რა. ნუ მე საათს არ უყურებ, ვისაც აინტერესებს ის დარჩება. ეხლა უყურეთ რა იქნება. აი ეხლა აქ მთვარეზე, რახან ტყუილ არ ავიღებდი, მთვარეებზე აქ ნამუშევარი, ხო? აი ეს მორაკი, აი ეს ყველაფერი, ტვინის გათიშვა, დაბრვა, ბინდი, ხო? თქვენზე, თქვენ ოჯახის წევრებზე, თქვენი მტრებისგან, აბა თვითონ და თქვენს მტრებს და მათ ოჯახის წევრებს, აი კონკრეტულად ოჯახის წევრებს, აბა რა მიუბრუნდათ უკან და კიდე რა დაეწევათ, აბა ვნახოთ მეგობრებო. პაპა, აქ არის დედოფალი, როგორ იცით, აი გასათხოვარი ქალია, ან შეიძლება გასათხოვარი იყოს, მაგრამ ესე 40 წლამდე იყოს ესე, ან შეიძლება ცოტა 50-დან 60-მდე აი ესეც თამაშობს. ვიღაცა ქალი ამოვიდა, უყურეთ, აქ პირდაპირ საფლავზე, კი, მამაკაცთან ერთად უყურეთ, ერთად, ახალგაზრდა, შეიძლება დედაშვილია, შეიძლება დაძმანი არიან, არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, თქვენს გაცრუებაზე ლოცულობდნენ, რომ დაგსრულებოდათ ეს ყველაფერი, აბსოლუტურად რომ შეჩერებულიყო ეს ყველაფერი და ეხლა ეს ყველაფერი თვითონ შეუჩერდებათ, აქ ჯინებსაც იძახებდნენ, უყურეთ, ჯინი გამეორდა ფინანსებზე, თქვენს ოჯახის იდილიაზე, კონკრეტულად ოჯახზეა, კრისები, ნახეთ, კრისები ამოტივტივდნენ ეს თქვენს
გვერდში მყოფი ოჯახთან ახლო მყოფები ნუ რა არის ახლა გზების ჩაკეტვა დროის წართმევა დროის დაკარგვა ექნებათ იწმინდებიან მაგრამ ვერ გაიწმინდებიან ეს ბარაკა დაცვა საერთოდ ესე იგი სასაფლაოზე და გასაყარზე და გაურკვევლობაში წავლენ თვითონვე უყურეთ რამხელა სიკვდილზე იყო დადებული ჯაჭოები ბორკილები მაგიური საყელური კიდე განმეორდა წინა წმენდაზეც განმეორდა მგონი ხო მომიწევს ჩაწერა უყურეთ როგორ არის თვითონვე ესე იგი გამოებნენ აი აქ ეს არის პრივაროტებიც გაკეთებული პრივაროტები კი ნამდვილად თეთრ სანთელზე წყევლები ესე იგი ეკლესიაში წყევლები სუფთა სანთელზე ხო ნუ 44 არც იქით არც აქეთ უსასრულო ქვესკნელი აი ეს არის პირდაპირ გამგზავრება აი აქ პირდაპირ გამგზავრება ეს ვირთხა იყოს აქ აბა კიდე რა ხდება ვინ არიან და რა მოუვათ ნუ სასიყვარულო ურთიერთობაში აქ საპერნიცაც დაფიქსირდა საპერნიკი დაფიქსირდა მიხვდით ხო ესე იგი აქ ბლოკირებაცა შეიძლება წარსულში ვიღაცა დაიბლოკა და ეხლა ვინც ესე იგი ჩამოშორებაზე მუშაობთ ჩემი რიტუალებით ან თვითონ უფალმა ჩამოგაშორათ ეს იშვიათად ხდება მაგრამ მაინც რომ აი არ მიეშველო მაგიით ისე ძნელია ჩამოშორება უყურეთ იგივე ოჯახში დაჯდა ესე იგი ცხრიანიდან ცხრიანში უსასრულოდ ესე იგი როგორ იცით უკან უბრუნდებათ ეს ყველაფერი თქვენი სილამაზე თქვენი მოქნილობა თქვენი მსოფლმხედველობა აქ საპერნიკი საპერნიცა თქვენი გამოჩენილობა შეიძლება ორატორობთ შეიძლება მასწავლებელი ხართ ლექციებს კითხულობთ ან სახში ითქვამს თქვენი სიტყვა ძალა აი ეს ყველაფერი რაც წაგართვათ ხო ხალხს რო ესმის თუნდაც მაღაზიაში შეხვიდეთ ელემენტარულად ხო ვინც ტაროშლით ვინც ეზოთერიკაში ხართ ქვებში ხართ და ასე შემდეგ აი ეს ყველაფერი სიბწყინვალე რაც წაგართვეს სიყვა აქ დაჯდა მესამე ხაზი სიყვარული პარტნიორი და ეს მიბმა დარჩა ეს თვარე იმიტომ ამოვწიე მე და აქ იმიტომ დავტოვე აი ეს ჯოჯოხეთის ცეცხლი რასაც მეუნებიან და ანუ საფლავი აი ეს ამით მე დამთავრდება ნუ რა აქ ამოვიდა მეფე შავი ქვრივი პიროვნება ამოვიდა შეიძლება თვითონ ქვრივია ადამიანი და როგორ იცით ან თავი დაიქრივა აი ესე იგი შუშავებს რო იცმევ არიან აი სულიერად ქვრივი თქვენს ბედნიერებას და თქვენს ესე იგი არ უნდოდა რომ თქვენ ყოფილიყავით გახარებული მიხვდით ხო და ой საოცრებავ ესე იგი აი ეს სიხარულის და სიცოცხლის ბუშტი ხო აი ეს ყველაფერში რაშიც თქვენ ხარშავდათ რომ აი წვალობდით ციებ-ცხელება გქონდათ ძვლების ტკივილი გქონდათ ხო ეს არის წმინდა სიცხლის პრივაროტი რომ ესე იგი დღემდე გრძელდება სხვათა შორის კი რომ მარტო იყოთ არავის არ შეხვდეთ არავისთან კონტაქტი არ იყოს არავისთან და ოჯახში მარტო იყოთ ყვავები დაგჩხაოდეთ უყურეთ ესე იგი თქვენი წინაპრული ხაზი თქვენ არის თითოეულ ადამიანზე იწერება წიგნი ზემოთ თქვენი პირადი წიგნი ხო ესე იგი ჩაკეტვები გქონდათ გადაწერეს გააუბედურეს და ნახეთ რა სულ მარტო დაგტოვეს აი ეს არის ჭაობი ეს არის ჭაობი კი აი ნახეთ აჰათ აი უყურეთ რა ეს არის ჭაობი თავიდან დაიწყეთ აი თავიდან მოგიწიათ დაწყება და ეხა მე რასაც ვსაუბრობ ეს თვითონ ეხა თქვენს და ჩემს და თქვენს მტერს უბრუნდება ეს ყველაფერი უბრუნდებათ ნუ მამაკაცი ამოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი ამოვიდა ოჯახთან ახლოს ან ოჯახიდან წავიდა ჩვენ მტრებზე ვაკეთებთ აი იგივე განმეორდა თევზებზე მეფე ამოვიდა გენუცვალე და ოჯახი მეორე მეფე ესე იგი იგივე ამოვიდა გული და აგური აქ სულ ესე აკეთებენ რა ანუ ცოლიანი და უცოლო ესე იგი 60 წლამდე ალბათ აი 30-დან ზევით ნუ რა მოუვა ესე იგი ვინც ავამტყოფობები და აი ჩქარობს უყურეთ ავამტყოფობებზე თქვენს ჯანმრთელობაზე კრატნიკებს დებდა ხო საწავიდა ოპა
და ეს წინაპრების ის არის, რა ქვია, იმიტომ რომ სახლის ქვეშ დაჯდა, ნუ 10-იანი ყვავი. ეს პირდაპირ სიკვდილი, აი სიკვდილი, ან ჯობია რომ მოკვდეს რა, ისეთ ხო, გულის ჩაკეტვები, გულის ტკივილები, ანახატა გაიწმინდეთ და დიდი პრობლემებში იქნებიან. აბა კიდე ვინ არიან? ნუ ვამბობ ოჯახის წევრი. თქვენ წინაპრულ ხაზს შეეხო, ხალხნო, შორიდანაც არის პიროვნებები, ქალბატონი შორიდან, რომ ესე იგი ბედნიერი არ ყოფილიყავით და ეს გაგიკეთათ თქვენმა მეგობარმა ან ოჯახის მეგობარმა. აბა კიდე რამე დაგვრჩა? ნუ ბედნიერებას გართმევდნენ, ჯინებს იძახებდნენ, ჯინებს, რა თქმა უნდა, გზებს გიკეტავდნენ, ესე იგი ადრე თუ ლაღად დადიოდით და ლამაზად, აი ეს ყველაფერი მიითვისეს, ხო, აი მიითვისეს. ოჯახი, პირდაპირ ესე იგი აღარ უნდა, აი ბოლოს თვარე, აჰა, აი და ვინ, მაინც გამოჩნდა ვინ, ბავშვებზე, ნახეთ, ძალას გართმევდნენ და მამაკაცი და მოიცელა ეს ყველაფერი, მოიცელა, რა თქმა უნდა, გასაღებია, რა თქმა უნდა, თქვენი ბედნიერება უნდათ, დრაკონებზეც მუშაობდნენ, ნახეთ, რამხელა ჯადოებს გიკეთებდნენ, გასაღებებზე ჯადოებს აკეთებდნენ, ბავშვებზე, აი ეს ქალბატონი აქ დაჯდა, მამაკაცი დაჯდა, რომ გრძნობდი ქოვით იყო რაღაცა და ამოვწიე და უყურეთ, შეიძლება დრაკონის წელშია დაბადებული ვიღაცა, არ გამოვრიცხავ და მზე, ტუზი, თასები, დაწყება, მთვარეზე მუშაობები, მურაკი, აჰა, ნახეთ, აი ეს დათვი და მგელი და ასე შემდეგ, ეს ძლიერ და დრაკონზე, ძლიერ ფანტომებზე მუშაობდნენ, დამხმარეები მაგათი ხო ხდებით და ეხლა აი ეს და ხო, აი ამას მე ეხლა ზე დავადებ ამას და ჩავკეტავ, აი ამ გასაღებით ჩავკეტავ, ბუმერანგი ხო უნდა მიუბრუნო, აჰა, იდილია, არმონია იყო დაკარგული, ლოკოკინასავით ავადმყოფობები კანზე, თმაზე, რაღაცა პატკლადებს წებოვან რაღაცებს სახელურზე გისმევდნენ, მიხვდით ხო? და უყურეთ როგორ არის დაპეჩატებული, ესე იგი, სატანას პეჩატი და შაბაშები იყო, რომ თქვენი სიბრძნე და თქვენი აი სილაღე, თქვენი ბედნიერება ცხოვრების ყველა სფეროში, ჩემო მეგობრებო, მტრებმა გადაიზიდეს. ნუ კარგით. გასაგებია. ესენი ასე იყოს. ბოლოს ხო უნდა გავუშვამე ესე. და ეხლა ბოლოს რა? ამას ესე ავწევ, მე აგიხსნით რატო? ამას ესე ავწევ. ხო, ეს ატუსულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრია შავი ფისოები. ატუსულია. აი. ოპ, აი ასე. მოდი, რამ გადმოხტა? გველი. გველი. ზმია. პატკალოდნაია. გველი. აბა მტრებო, რავს მიიღებთ უკან? რას გიკეთებდეთ? 100 მეთქი გაციება გულზე. ურთიერთობებში, ნებისმიერ ურთიერთობებში, ბედნიერებაზე. ხო თქვი არა, პლოდ და ჩონჩხი, ესე იგი, ან ბოდიშთა ვიტყვი აბორტებზე გაგაკეთებინათ, ან რომ შვილი არ ყოლოდათ, ან კიდე ეს თქვენი საქმის წინსვლა რო არ გქონოდათ, შვილობილი საქმეები რო არ გქონოდათ, ბეძიესტვია, აი უმოძრაობა, რო აი არიცით რა გააკეთოთ, გინდათ, მაგრამ ვერ აკეთებთ, მიხვდით ხო? აჰა, სანთლებზე განმეორდა სანთელი, სანთლებზე მუშაობდნენ, ხო თქვი თეთრ სანთელზე იწყევლებოდნენ, ესე იგი, სიბინძურეში ცუდად ლაპარაკობდნენ და თქვენი ცხოვრება დააბინძურეს ყველანაირად, უკან თქვენსკენ გადმოაგდეს თავიანთი ბესავშინები, დემონები, ნახეთ, დემონები უკან გადმოაგდეს, როდ, აი უყურეთ, ტყუილა არავიღე მე ეს ტარო ხა ბოლოს გაჩვენებ. ესე იგი, წინაპრების ხაზი, ამას დავტოვებ, დაისჯებიან ძალიან.
და აი ვულკანივით, ესე იგი ციებ-ცხელება, ესე იგი ნაადრევი კლიმაქსი, შეუთანხმებლობა, ესე იგი როგორც ვულკანივით დაგარტყა და აფეთქდება, ხასიათის შეცვლა, აგრესიები, ყველგან აბსოლუტურად, ასევე მეუბნებიან აქ პორჩაა გაკეთებული, იმაზე ღმერთო რა ქვია, ინსულტზე. და რა არის იცით თქვენს მაგიურ ძალებს ვისაც გაქვთ თქვენს სიძლიერეს ცხოვრების სიძლიერეს ხო ესე იგი თქვენი ენერგიებით იწმინდებიან უყურეთ აქ თქვენი ენერგიები თან იწმინდებიან იმიტომ რომ სანთლები და ის ხო აი ამას დავტოვებ რომ ვერ გაიწმინდებით ვერასოდეს ვეღარ გაიწმინდებით ზლობა ესე იგი ეს სურო ჩადეს რა იცით სურო აი ყველამ დაგინახოს ცუდ ადამიანთან სურო გიკბინონ ეგოისტურად ვიღაც აგერ საპერნიცა დაფიქსირდა ამოვიდა საპერნიცა ნამდვილად ამოვიდა და უნდა რომ ესე იგი გაინთავისუფლოს თავი მაგრამ ვერ გაინთავისუფლებს თავს მე ამას ახლა აი ამ ბესავშინებს დავადება ესე და იქნება ესე ამინ ესე დაგტოვებ. აბა კიდე რა მიუბრუნდებათ? ხო, აი გული მეთქი გაიწმინდეთ, გული ხალხნო ანახატა გაიწმინდეთ, აი ორჯერ დაგიფიქსირდათ. გაიწმინდეთ ანახატა, გული გაიწმინდეთ, აჰა, კარაბლიკი სადღაცას ესე იგი შორიდან აკეთებენ, შეკვეთილია მაგია შორიდან, სიყვარულზე, ურთიერთობაზე, შეკვეთილია და ვინ? მამაკაცი, ხო გითხარით? მამაკაცია აქ მასტერი არის მამაკაცი და თვითონ შავი კოშკა ამოვიდა, აი, შავი კატა ამათ ნახეთ რას უზავს. ამას ესე დავტოვებ, თვითონ ამოვიდა, ეს იშვიათად ამოდის, მადლობა. კატა, შავი კატას მადლობა, ტუპიკში უნდა რომ ყოფილიყავით, თვითონ ჩავარდებიან, სიბინძურეში უნდათ რომ ყოფილიყავით და შაბაშები იყო გაკეთებული, ხო თქვი, შაბაშები, ოპა. და სამი კიდე და დავამთავრებ. ნუ, დაბნელებებზე იყო გაკეთება და ეროსი, ნუ აი ხო თქვია რა, მკვდრები, მიცვალებულები, ქვესკნელი, აი სადაც კი თქვენ კიდე სიზმარში კი არა, ზღაპრებშიც არ წაგიკითხიათ, ეხლა მე ხო ვიცი არა, რას ნიშნავს ეს ეროსი, ხო? აი ამაზეც კი მეუნებიან აქ დადეო, უკან მიუბრუნდებათ, აი ეს ყველაფერი რიბიონად ბავშვზე იყო გაკეთებული, გადაკეტილი გზები და ტაინა სარკეებზე, შამანურ სარკეებზე, შავ სარკეებზე მკითხაობენ თქვენზე ვეძმასგან გზები პრიპიატსტვია ბავშვებზე, ანუ შვილობაზე, მაქვს მეორსულობაზე და გამიგრძელდა ძალიან. ესე იგი, ხელზე ბორკილებს გადებენ, ფეხზე ბორკილებს გადებენ, მუხლები, თმებზეც მაგიას გიკეთებენ, მიტლა. იცით რა არის, რო იწმინდათ და რო ვერ გაიწმინდოთ, აი ეს ძალები ყველაფერს გართმევენ და რა არის იცით იწმინდებიან წმენდებს იკეთებენ უყურეთ ეს არა ეს გარეწრები კი სხვების ძალებით იწმინდებიან და უყურეთ თქვენ ანგელოზებს კეტავდნენ გითხარით საპერნიცა ამოდის მეთქე საპერნიცა ეს არ არის აუცილებელი მამაკაცის მხრიდან იყოს ეს შეიძლება ცხოვრებაში რუნებზე მუშაობდნენ სადნიკ ცუდი ამბები რომ მოსულიყო თქვენზე და აჰა ვეძმა აი ამას ველოდებოდი თითქოს და ამოვიდა აი ესეთ სასწაული უყურეთ რა ამოვიდა ვეძმა ხო ესე იგი ახლა მე ამას ვეძმას დავადებ თავის სვიტაია ვადას შაბაშს უყურეთ აი ამ სანთლებს აი გაჩვენებთ ხო ბუმერანგი ხო უნდა გაუბრუნოთ აჰა ვეძმას აი ამ ყველაფერს დავადებ მერე ამოუდებ აქ ეროს ამოუდებ ეს არის უფრო სექსუალური ისინი აი რო არ გინდა ადამიანს ხო ახლა აღარ გავახმაურებ ძალიან ცუდი რაღაცაა ცუდი რაღაც აი საშინელება რა
ადამიანი შეიძლება ფსიხუშკაში საგიჟეთში აღმოჩნდეს. ეს რუნებს ამოუდებ, აი ამ ცუდ ამბებს ამოუდებ, აი თქვენ რო გიკეტავდნენ და თქვენ შვილებს ანგელოზებს, აი ამას ამოუდებ, აი ამ ძალებს, რასაც გართმევდნენ, აი ამ ჩუმს შავ სარკეს ამოუდებ, საპერნიცა წავიყოლოთ. ბავშვი, აი ამას წავიყოლებ. ზატმენიას, კანდალი, ტუპიკი. არ გვინდა ჩვენ ტუპიკები, ხო? გამოვიდეთ ტუპიკებიდან. გადაკეტილი გზები. აი ამ თავის მუშჩინას, აი ამას ამოუდებ. ბესავშინას, უყურეთ ბესავშინას, ეხლა მე ვეძმას დავადებ ბესავშინას, ხო? და აი ამ ასლაბაჟენიას, აი ამ ცელი წელსტვას ჩვენ დავიტოვებთ, უყურეთ. აი ამას აი ეს ხო გადაკეტილი მაქვს მე, აქ უკვე მაგია, მტერი თუ იცით ჩაიფიქრეთ, აქ უკვე მაგია, თვარეებზე უკან ამოუდებ. აი ეს მთვარეები, აი ეს ჯოჯოხეთის ცეცხლში გავუშვებ, მიხვდით ხო? ჯოჯოხეთის ცეცხლში გავუშვებ და აი ამ წინაპრებს, აი ესე დავდებ, უყურეთ ახლა რას გავაკეთებ. აჰათ. ესე დამ კიდე არის რამე. აი ამას უკან ამოვდებ, რომ ვეღარ მიაკითხოს და ვეღარ უშველოს ვერავინ. აჰა, ერთი წუთი, აი ამებს აქეთ დავდებ ახლა. 1 2 3 ამას გადმოვდებ. მე აქ ახლა ბუმერანგს ვაბრუნებ, აი ამ გულებზე ასე ამოვდებ, გულები ამოვდებთ. ეს. კარგით, ამასაც ამოვდებ. და ეს გველი ესე იყოს, ესენი ესე იყოს. აი ესე საჭირო. ესენი ესე იყოს. 1 ხო, ტუმან. აი ეს უკან გავუბრუნოთ. თავის ტუმანი. 1 უყურეთ, 1 2 3. და без действиას დავადებ ზევიდან. без действиას, რომ საერთოდ ვეღარ ზმიაზე დავადე. რამდენი ის დავადე, ხო, ნახეთ ერთმანეთს, ეს არ არის თამაში. უყურეთ ახლა რა დაემართება თქვენს მტრებს, ჩემსა და თქვენს მტრებს. საშინელება, მეგობრებო. ამინ ჩაქრა. საშინელება დაემართება. უყურეთ. აი ამ ნახე როგორ იმუშავა, ნახეთ, ოპაპა, კარგად იმუშავა ძალიან. თქვენ არ იცით მე ხა აქ რას ვგრძნობ, შავი კატა. გავუშვებს აი ამ ყველაფერს. ბუმერანგი, ეშმაკები, ბესავშინები, დემონები, სუშნესები, ლარვები, პროგრამები, აი ეს გრას სიბინძურეში რო ესე იგი გვატარებდნენ თავიანთი ჭკუით, ხო? აი ამ ყველაფერს, აი ამით გავუშვებ, აი ამ ზლობა, აი განრისხება და აი ეს დრაკონული აგრესია რა, ესე დავარქვათ, ხო? აი ეს მეჩხირება თვალებში და ამას ამოვწევ, აი ესე. აი ამ კაცს ესე დავადებ, რატომაც ესე მეუნებიან, აი ესე მეჩხირება თვალებში. თქვენი მონათესავე. აქ მეზობლებსაც ჩავთავ მე, ყველა მეზობლებს, ვინც გიკეთებთ ჯადოებს და პატკლადებს. მე აქ ხარ რაღაცას ვიძახი. შამანებსაც
თქვით ამინი. ოხ თქვენ არიცით აქ მე ახლა რეებს გძნობ თქვენ არიცით აქ რეებია და ოპოპოპო ნახეთ როგორი ტირა ხედავთ ნეტა თუ ჩანს ნახეთ როგორი ტირა ეგრევე წავიდა ბუმერანგი წავიდა ამინ სასწაულები ხდება რა უყურეთ და ეხლა უყურეთ გარბის კოცონი აი ეს შავი კატა ხო ამოვიდა თქვენს წინ აი ამ შავი კატა თქვენგან თქვენი სახელი ან ვიზეც მე უყურებთ ჩემგან მიდის უკან და შავი კატა უკან უბრუნებს კიდე დამეხმარება უკან გაუბრუნებს ესე იგი აი ამ ყველაფერს მეგობრებო გამარჯობათ მე ნინია ვარ აი ესე უბრუნებს აი ამ ყველაფერს ეხლა მე აი ამით ავიღებ ზოგმა იცით ზოგმა არ იცით ეს არის საუკუნოვანი მე რო გადმომეცა ბუმერანგი სხვანაირად არ გაკეთდება შავებო და საზიზღარო მტრებო უკან გიბრუნებთ უყურეთ უკან გიბრუნებთ აქ რაც არ უნდა სკრინი გაუკეთოთ ეხლა ამას და რაც არ უნდა ის უი თქვენ არიცით აქ რა მოგიბრუნდებათ აბა გაბედეთ как сказала так и стало амин და ეხლა უყურეთ მე რა სურპრიზი მაქვს თქვენთვის ეს იყო იგივე რიტუალი მომისმინეთ და აქ ერთი ლარი მაინც ყველა ვარიანტში უნდა ჩარიცხოთ ყველა ვარიანტში ხო ხვდებით არა აი რაღაცა რო გადააგდოთ რა ხო ხვდებით უნდა გადააგდოთ რაღაცა რა ეს არის მომზადებული კვერცხი იდო აქ მთელი დღე რაც ტარდებოდა აქაც ეს რაც საჭირო იყო დათქმული და ამით მე გავაკეთებ რიტუალით გესტუმრებით მერე ამას აქ დავდებ ესე იყო საჭირო და ეხლა უყურეთ აქ წავიდა უკვე ბუმერანგი ეხლა უყურეთ ეს ყველაფერი მე ხო აქ ეს გადმოვდე არა აი ეს ყველაფერი ამას შავი კატითა ესე გადმოვდებ უყურეთ ასლაბაჟზენია თვითონ რომ უნდათ ჩვენი ენერგიებით ხო ამას ეს ჩვენ ერთი თქვენი სახელი თქვით ნინია სვიტაევა და ეს ორი წელი ესე იგი მკურნალი ხელები მკურნალი ძალები ჩემგან მიხვდით ხო აი ეს და აი ეს მიყურებს საყვარლობა კლევერი მე წამიყვანეთო ბედნიერება ჯანმრთელობა იზაბილია აი ესეც ჩვენ წავიყვანოთ ასე ჩვენ და როდ რადავოი კანალი რადავოი არხი ესეც ჩვენ უყურეთ ეს ყველაფერი მე და თქვენ მეგობრებო და ეხლა უყურეთ კი გაგრძელდა მაგრამ ესეა საჭირო ხო აი ნახეთ ეხლა ეს ყველაფერი ჩვენ სახელი თქვით ნინია აი ეს რაც წართმეული იყო ჩემგან თქვენგან მოპარული და გამოფიტულება იყო ჩვენში ჩვენ სისხლძარღვებში ემოციებში სიყვარულში ბედნიერებაში გზების გახსნაში სულ გქონდეს აი ეს დაგვიბრუნდეს ჩვენ დაგვიბრუნდეს აი ეს მე რო მეუბნებით ნინია ვენაცვალე შენ ხელებს ლამას ხელებს აი ჩათვალეთ ეს არის მე ვინ ვარ მე უფლისშუამავალი ვარ მიხვდით
მე უფალთან შავი როგორ შავი წინსაფარი მიკეთია და თქვენ გემსახურებით, ხო? აი ეს არის უფლის ძალა. აი ამ ძალებს და აი ამ ხელებს ვერავინ ვერ გაექცევით, მტრებო, ეს იცოდეთ თქვენ. ცოტა ხანი თუ გაიჯეჯილებთ, თორე მე ხო ნახეთ რეები გემართებათ. ხო ხედავთ, ხო? აი ეს ყველაფერი გოგოებო, ბიჭებო, მე ჩემ შვილებს, შვილიშვილებს, თქვენ შვილებს, შვილიშვილებს და აი ესეთი გახარებულები ვყოფილიყავით. ამინ. Аминь. Аминь. Крестом держу, булатом сику, крестом держу, булатом сику, крестом держу, булатом сику. Аминь, аминь, аминь. აი ახლა ვარ წყნარად და მოდი ვნახოთ. ამებს მე მივხედავ. კიდე 10 წუთი. ვისაც უნდა დარჩით, ვისაც არ უნდა, ნახევარი ბუმერანგი მე არ გამიგია. მე არ გამიგია ნახევარი ბუმერანგის ყურება, ხო? თქვენი ბედნიერება თუ გინდათ და გამოსწორება. ნომერს გეტყვით 595 599 არა, ერთი გამომწერი მწერს ვუშვებ და ვუშვებ 599-ზე. საყვარელო, ჯერ მე გითხარი რომ ნომერზე არ ჩამირიცხო. არავინ არ გაბედოს ნომერზე ჩარიცხვა, გოგოებო ბიჭებო. ეს თქვენ გამოსასყიდს არ აკეთებთ. ეს თქვენ მე მჩუქნით, მე არ მინდა თქვენი ფულები. მიხვდით, თქვენ გამოსასყიდი უფალთან უნდა გააკეთოთ და მომწერეთ, არ დამირეკოთ WhatsApp-ზე ან Viber-ზე, მაგრამ დიაგნოსტიკას მხოლოდ და მხოლოდ ვატარებ WhatsApp-ზე. ეს გაითვალისწინეთ და ესე იგი 595 53 47 57 მომწერეთ. ერთმა ჭკვიანმა არ ვიცი, არ დაიჯერა voice-ი გამომიგზავნეო თუ ნამდვილად შენ ხარო, ჩემ ბრალი არაა რომ მოგატყუეს, ესეც შენი კარმაა, უნდა ისწავლო ადამიანების გარჩევა, უბრალოდ არაფერი არ ხდება. ჩემი ნომერი მაქვს მხოლოდ მე, ვერავინ ვერ მოიპარავს ჩემ ნომერს, ვერ მიაბავს, იმიტომ რომ მე რა გამოვდივარ, ესე იგი მე მაქვს ხო მყავს და მაქვს და იმიტომ გამოვდივარ. მიხვდით ხო თქვენ ეს თავისუფლადაც და ჯერ პირველი უფალს უყურებ და მე კიდე რაღაცეები ჭყალებში და ვიღაცეები ხო ხდებთ არა? ასე რომ ნუ გეშინიათ ჩემია ეს ნომერი ხალხნო ჩემი რა თქმა უნდა რომ შეპირდები ადამიანს დროს აკარგინებ ერთადერთი შემთხვევა იყო ამდენი წლების განმავლობაში წინა კვირაში მე მივბლოკე ის ადამიანი მე თავიდანვე ვატყობ ადამიანს უნდა თუ არ უნდა თუ არ უნდა ბედნიერების რო იყოს ხო და გამოისწოროს ცხოვრება ის თვითონ უკან წავიდა თვითონვე დაიხია უკან სამყარო გაძლევს შანსს რომ მოხდე ჩემთან ხო ჩემთან ბევრი ვერ ხდება ვინც ხდება მე ბევრს არ ვღებულობ ბევრს არ წმინდა რო იცოდეთ მე არაფერს არ მვალავ თქვენთან მე როგორც ოჯახი ჩვენ ვართ ერთი ოჯახი ხო გოგოებო ბიჭებო ჩემ გამომწერებოდა ვინც კიდე გამოიწერთ მეც მადლობას გიხდით ამ ყველაფრისთვის მაგრამ თუ შენ არ გინდა ხო მე რა უფლება მაქვს რომ ჩავერიო ხო არ გინდა კარგად იყავდი მაგრამ მე რო დროს ვინმე დამაკარგინებს ის კარმაში ძალიან დიდ ერთი 1000 წალ მინუს დაიწერს ეგრევე რა სულ ცოტა რა ნახოთ აბა ეხა წინაპრები რა გაუგზავნეს ჩვენს მტრებს რა ორი ცალი ერთად ამოვიდა კიდე ერთ დავთ ორი ცალი ერთად გამოვიდა ალღანო ყურეთ შვილობადობა განაყოფიერება ესე იგი გაზრდა თავიანთ ესე იგი კარმა რომ უნდათ რომ ჩვენი და თქვენი ესე იგი ჩემი გამომწერების ხელით და დახმარებით ესე იგი გადაემუშავებინათ ცუც რო გვიყრიდნენ და
ნეგატივს და კარგს ჩვენგან პარავდნენ, ხო? აი ეს არის, აი ეს ყველაფერი უკან დასჯის, შვილი აღარ ეყოლება თუ ყავს, მაინც აღარ ეყოლება თუ არა და თავის 12 მუხლს საგვარეულოს საერთოდ არ ეყოლება, დაიბადებიან მახინჯები და ან აბორტზე გაკეთდება, აი ესე გაწყვეტავს, ესე იგი თავიანთივე წინაპრები, მიხვდით? განაჩვენი, თავიანთივე წინაპრები, ჩვენი მტრების. ნუ რა ეხლა, რა ხელა წინააღმდეგობები პრიპიატსტვი აბა ნახეთ. უფრო მამაკაცების ხაზით წავა ეს სიმძიმე, რომ მხოლოდ და მხოლოდ გამოჯანმრთელებაზე და თავის გადარჩენაზე იფიქრონ და ვერ გაბედნიერდებიან, ვერ გაიხარებენ და სიკვდილიანობა და უბედურება, რაც ჩვენ გადმოგვიგდეს და ესე მეხივით დაეცა, ხო, ეს ჩვენზე, ხო? და თქვენზე, მეგობრებო, აი ეს მიუბრუნდებათ უკან, მიხვდით, ხო? მარტო თავის გასანձრევ, ესე იგი, თავის დაებურებათ და ყველაფერი რა. ყველაფერში აი ეს სიტუაციაში არიან უკვე და კიდე მე რა ვთქვი, დრაკონული, ესე იგი, მე თვითონ დრაკონჩიკები მყავს მე და ეტყობა შემდეგ გაშლაზე დრაკონჩიკე ძალიან იბრძვის, აქეთ მოდიო და გამოვიყვან, არა უშავს გამოვიყვან, ზოგი იცნობთ პატარას, ადრე გაჩვენეთ რიტუალში, ზოგიც არა და ახალით შევიძინე, ეს იტენება, იმუხტება და რა არის, იცით, ესე იგი, და მაგიაში ახლა დრაკონი გააჩნია როგორ გამოიყენებ, აი ამ ტაროზეც ამოვიდა, ამ ტაროზე დრაკონი ამოვიდა წეღან და რა არის, იცით, აღარ მინდა ახლა აქეთ გამოვაბრუნო, ის უკვე წავიდა, ჩვენს კი ხوار გამოვაბრუნებ. ეტყობა მამაკაცი რო ავიღე, მამაკაცს ეგრევე ხვანშხვალით მიუვიდა, ამინ რა გწდეს ერთი. და რა არის, იცით, ეს ფანტომებზე მუშაობენ, აგრესია, მე ყველა კი არ ვთქვი, აგრესია, ფსიქოზი, თვითონ გაგიჟდებიან, თვითონ დაწვებიან საავადმყოფოში, თავიანთ შვილები დაგიჟდებიან, იმდენ მოსაწევს მოწევენ, რომ გააფრენენ, საგეჟეთში აღმოჩნდებიან, ზეგავლენის ქვეშ იქნებიან, სულ ყველაფრის ზეგავლენის ქვეშ, ნარკომანები გახდებიან, გალოცდებიან, თავისიანები გააფრენენ და უაზროდ ყველა დაეტაკება, მიხვდით, ხო? ეს ახლა კიდე ისევ ამბობ, უაზროდ ყველა დაეტაკება, მაგრამ ნუ საშინელება იქნება, საშინელება, ოცნებები რაც, ესე იგი, რომ აქ უფრო სისხლით ნათესავებია, ოცნებობენ, რომ თქვენ მარტო ყოფილიყავით და ეს სიძლიერე წაერთვიათ, ხო? ეს თმები მეთქი, თმებზეც გიკეთებენ რაღაცას, ძალას გართმევენ, ხო? თმა რა არის, ძალა, ხო? და ნუ აი ესე აღარ ექნებათ ის, რაც უნდოდათ, ფული უნდოდათ, თქვენი ფულის ენერგია უნდოდათ და შინაგანი მე უნდოდათ. ადვილი და ესე იგი თავისუფალი ფული უნდოდათ, რომ წაეღოთ თქვენგან და აი ესე ამბობდნენ, რომ ფული და მეო, აი ეს შენ რაც ახარო, ანუ მე და თქვენ, ეს ვარ მეო. მიხვდით? ორეული ფანტომები და მარიონეტები. აი ეს წაუვიდათ. ძალიან კარგი. აბა ეხა ჩვენ რას დაგვიბრუნებს წინაპრები ჩვენ? უი როგორ შემაქანა? ოხო. წავიდა, ეგრევე წავიდა, აი ეს მეუნება ამით, ეგრევე წავიდა, ეგრევე, ამინ, წადი უკან, საიდანაც მოვიდა, იქ წავიდეს, ამინ. და ეხლა მე და თქვენ, წინაპრები, აბა ნახოთ, რას დაგვიბრუნებენ, ეს დაისაჯა იმათი წინაპრებისგან და ჩვენი წინაპრები რას ნახეთ, გამრავლება, გახარება, ესე იგი, სოფლიოში გაიცნობს თქვენ შვილებს, ან თქვენი შვილები და შვილიშვილები მომავალი გაიცნობენ სოფლიოს, ეხლა საზღვრები გახსნილია, ხო? და ყველაფერი კარგი, აი გახსნა, რაც, ესე იგი, უკვე ნიშნიანი ბავშვები დაიბადებიან. მიხვდით, ხო? აი დანიშნული ბავშვები უფლისგან, თქვენი წინაპრებისგან, უკვე არიან რიგში, ვინც დგანან, ხო ხდებით არა? და ეს წარსულები გელაპარაკებიან, სხვათა შორის, აქ ბავშვი, ვისაც დაგეღუბათ და აღარ გაძლევდათ უფალი, მოგეცემათ ისევ, აუცილებლად მოგეცემათ, ნახეთ, ერთად ადგნენ, სულ შემაჟრიალა, მადლობა წინაპრებო, მადლობა და ნახეთ, ბავშვთან ამოვიდა, აქ ხო ბავშვის შემცირება
რომ ჩვენ შვილებზე და შვილიშვილებზე გამოიწიეს, ხო, აი აქ და აი აქ ნახეთ რა დაეცა, დაეცა ეს ღმერთო, მადლობა. აი ეს რესურსები, უყურეთ რესურსები, ესე იგი ენერგიების მოპარვა, სიცოცხლის რესურსები და განაყოფიერება და ასე შემდეგ, ხო? სასიცოცხლო ძალებს გვიბრუნებენ, ისევ ჩვენ ვიღებთ. ნახეთ, როგორი აი ჩამოდის, ზევიდან ჩამოდის. აი ხა მედიტაცია გააკეთეთ და შეუშვით აი ეს ალისფერი, აი ეს რო ჩამოდის, უყურეთ, აი ეს ზევიდან შეუშვით, სულში შეუშვით, ნახეთ? აი ასე. და მესამე. ну რა თქმა უნდა სიყვარული ვისაც გინდოდათ და წართმეული გქონდათ ჩაკეტვები გქონდათ და თვითონ ესე ხდება რომ ჯერ წინაპარი არ გაძლევს შეიძლება ჯერ მარტო უნდა იყო მარტოობა ანუ განმარტოვებული რა მარტოობა ცოტა სხვა არის ანუ ბედს რო ეძებდიო ხო ჯერ შენი ბედი დრო არ იყოვო იმას არ ერჩევდი ვინ შენ გეკუთვნოდაო და ბევრმა ძალიან იჩქარეთ აქ უყურეთ თქვენ თვითონვე გადაიკეტეთ არასწორი არჩევანი გააკეთეთ და თითქოს მიხვდით მერე ან მანიპულატორი აღმოჩნდა ფულები დაგახარჯინათ დაგაკარგინათ ეს არის ჯადოებით მოგზავნილი ხელოვნურად მოგზავნილი პიროვნება გეგონათ რომ გოგოებშიც და ბიჭებშიც ვამბობ რომ გიყვარდათ და თქვენნაირი ადამიანი იყო თქვენი მეორე ნახევარი იყო მაგრამ ეს თქვენ ჩადებული ხელოვნურად ჩადებული ბესავშინები გალაპარაკებდათ დემონები თავში მიხვდით ხო გაძლევთ სიყვარულს გაძლევთ თქვენი წინაპრები გაძლევთ მეორე ნახევარს ამინ და კიდე ერთი დარიგება ну აი არ ვიცი აი ნახეთ რა мама მთავარი თვითონ აი აჩელნიკი როა ეს ბრძენი პიროვნება ხო იცით სხვა ტაროში აი ეს არის უყურეთ თქვენი წინამძღვარი თქვენი წინაპარი შეიძლება მამები პაპები ბაბუები ამოვიდა თავკაცი ამოვიდა ესე იგი ვინც პირველი იყო ნახეთ უსმინეთ გვერდში არიან მადლობას გიხდიან თქვენი წინაპრები რომ თქვენ ბოლოს და ბოლოს დაიწყეთ და იწყებთ რომ ვინც ასაც არ დაგიწყეთ დაიწყოთ რომ გამოისწოროთ ცხოვრება რიტუალების წმენდით და ასე შემდეგ ჩემი არხით დინიას არხით გამოისწორეთ ხალხო ცხოვრება და წინაპრები თქვენთან არიან ამინ ძალიან დიდი მადლობა წინაპრებს ძალიან დიდი მადლობა უფალს ძალიან დიდი მადლობა შავკატუნას მაგიაში აუცილებელია ძალიან დიდი მადლობა წმინდა ნიკოლოზ და აი ყველას ანგელოზებს არხანგელებს ვინც ესე იგი აქ იყო მოწვეული თქვენ რო გაგეგოთ და არ გაგეგოთ ხანდახან ისე ვიწევ რომ არ უნდა გაიგოთ და იქით ისეთი რაღაცებითებს რაც არ უნდა ნახოთ ხოლმე აი ამით გემშვიდობებით მეგობრებო აჰა თავკაცია ისე გავაბრუნე ისე თავკაცია გემშვიდობებით ჩემო კარგებო მნიშვნელოვანი დაწყებაო ამას ამბობენ მნიშვნელოვანი დასაწყისი იქნება თქვენთვის ჩემთვის და თქვენთვის და აი ნახეთ კიბეებზე ადიხართ ზაზიმლენია ესე დამიწებას აკეთებთ აი ძალიან გადასარევი და ნახეთ კიდე აი უყურეთ როგორ ყველაფერი თქვენს ხელშია უყურეთ ну ამინ აი ძალიან მიხარია რომ ისეთ ემოციებში ვარ რომ აი არ მინდა წასვლა თქვენგან მაგრამ უნდა ვიმუშაო უკვე საათი და 42 წუთს მიჩვენებს ალბათ სადმე 43 ესე ძალიან მიყვარხართ მეგობრებო თავს გაუფრთხილდით ძალიან გთხოვთ რა და გიყვარდეთ ერთმანეთი თქვენ არ გააკეთოთ ჯადო არ გააკეთოთ შავი საქმე არავინ არ გააფუჭოთ გაუფრთხილდით თქვენს კარმას თქვენს მომავალს იმიტომ რომ ისინი აუცილებლად დაისჯებიან ზოგი თქვენ სიცოცხლეშივე თქვენი შვილები შვილიშვილები და გაუფრთხილეთ რატომ უნდა დაიტანჯონ უბრალოდ თქვენი ცხოვრება გამოისწორეთ რიტუალებით უფლის დახმარებით ეკლესიით და ბუმერანგები გაუშვით დასაჯეთ მტერი აი ამით გამოისწორეთ ცხოვრება თორე არ გინდათ რა ეშმაკს ნუ მიყიდით სულს რა ძალიან გთხოვთ არ გემშვიდობებით მეც დავიღალე მომავალ შეხვედრამდე ხელი ჩანს მაგრამ რა ვქნა ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე უფრო სწორედ